გამომშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია მე მისი წამყვანი ემა ტუფიაშვილი. ვიდრე სალომე ზურაბიშვილი დუმს მისი ფორმატის მონაწილე ოპოზიციური პარტიები ყველა თავისას ამბობს ან უკვე ცდილობს. გახარია სურვილმა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციას მოვლენების განვითარების პერსპექტივა სულ სხვა კუთხით დაანახა. სანახევრო ბოიკოტი არ არსებობს, ოპოზიცია ან ერთად უცხადებს პროტესტს მოქმედ პარლამენტს და მის მიერ ორგანიზებულ პოლიტიკურ პროცესებს, ან ყველა ისე იქცევა, როგორც საკუთარი პოლიტიკური ალღო და რეიტინგის ზრდის სურვილი უკარნახებს. ოპოზიციური ერთობა რომ არ გამოდის, მანამდეც ბევრჯერ გამოჩნდა. ახლა კი საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჯერ საგამოძიებო კომისიაში მისვლით, შემდეგ კი ადგილობრივ არჩევნებში სამზადისით, გახარიამ პირდაპირ უთხრა დანარჩენ ოპოზიციას, რომ თავისი გზა აქვს და არავის გათვალისწინებას ამ გზაზე არ აპირებს. ვინ იცის ადგილობრივ არჩევნებამდე მომავალ გზაზე იქნებ საპარლამენტო მანდატების გამოადგეს რამეში, რომელიც კოლეგა ოპოზიციონერების დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად მაინც არ ჩახსნა. რას აპირებენ სხვები? ჯერ მხოლოდ გახარიას უპრინციპობას განიხილავენ, თუმცა უკვე ფიქრობენ, რომ ჩათრევას შესაძლოა ჩაყოლა სჯობდეს და იქნებ ქართულ ოცნებასთან გარკვეულ პირობებზე ვაჭრობა ზღირდეს, სანამ გახარიას ყველა შესაძლო პოლიტიკური ბერკეტი ან პოლიტიკური საბანი თავისკენ არ გადმოუკაჩავს. თამარ ჩერგოლეიშვილი პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერია ჩვენი გადაცემის თემაში. მოგესალმებით, თამარ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა ინტერესისთვის. სხვა შორის გახარიას აი ამ არ ვიცი ზოგისთვის მოულოდნელმა, ჩემთვის ნამდვილად არა, განცხადებამ, რომ ის დიახ ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის, ის და მისი პარტია და ემზადება ყოველი მომდევნო არჩევნებისთვის, რაღაცნაირად გახსნა თითქოს ეს თემა სხვა პოლიტიკოსებისთვის, ანუ უფრო თამამად დაიწყეს ამაზე საუბარი. გიგი უგულავას პოსტი ვნახე, სადაც ის საუბრობს, რომ აუცილებელია რაღაცა საგზაო რუკა კონდეს ოპოზიციას, იმიტომ რომ ოცნება ძალიან უნდა შეგვითრიოს ადგილობრივ არჩევნებში და შესაბამისად უნდა დავტესტოთ, რამდენად დიდია მათი სურვილიო და რისი დამტკბობები არიან და გარკვეულ პირობებსაც აყალიბებს, ანუ რა შეიძლება ეს იყოს პირობები, პოლიტპატიმრების, მათ შორის სააკაშვილის გათავისუფლება, ყველა ბრუტალური და დრაკონული კანონის გაუქმება, ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ჩატარდეს პლებისციტი, ეს არის ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, გარკვეული პირობა არის. გსურთ თუ არა ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს 2025 წლის დეკემბერშიო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი, რას ფიქრობთ? იქნებ ღირს თუნდაც ასეთი პირობების ჩამოყალიბებით ოპოზიციამ დაიწყოს უკვე ფიქრი ან სამზადისი ადგილობრივი არჩევნებისთვის. ვისი სახელით ლაპარაკობს უგულავა ამ ყველაფერს? შეგიძლიათ მითხრათ, რომელი პარტიის და რომელ ამომრჩეველს განასახიერებს? ვის განასახიერებს? ზოგადად ისე საუბრობს ხოლმე ოპოზიციის სახელით, რაც მე მინახავს. რომელი პარტია, რომელ პარტიას რომელ პარტიაშია გიგი უგულავა? ალბათ თუ გულშემატკივრობაზე ვისაუბრებთ, ნაციონალური მოძრაობის პარტიის ვთქვათ, მაჟორიტარი იყო, მას შემდეგ რაც გამოგვიცხადა, რომ ახალგაზრდებს უნდა დაუთმოს გზა და ბოკერი ეძახა ლუკაშენკო, იმიტომ რომ პოლიტიკაში რჩებოდა, ის ასე ხედავდა. პრობლემა რაში არ აქვს პოლიტიკურ პროცესებზე ჩვენ უკვე ჩვენ, ანუ მას როგორ არ აქვს საუბრის უფლება, უბრალოდ რამდენად ღირს მას დროის ხარჯვა ამაზეა, ხო? ჩვენ როგორც საზოგადოებამ სიტყვებს უნდა დავადოთ ფასი და პოლიტიკოსი, რომელმაც ამდენჯერ გაიფარჩაკა თავისი თავი, ამდენჯერ შერცხვა, ამდენჯერ დაარღვია საკუთარი სიტყვა, ამდენჯერ იქნია წიხლები და მუშტები და ყოველთვის არასწორ ადრესაც მოარტყა, ხო? ანუ უნდა გავანებოთ თავი, ხო? უნდა გავანებოთ თავი და გავაყოლოთ მდინარეს ჩაოლებოთ. ამომრჩეველმა და საკუთარმა ნაბიჯებმა მას განაჩენი გამოუტანა, ხო? ისიც არ ვიცი, ეხლა დღეს ვისი სახელით საუბრობს. მართლა არ ვიცი და გაგვიჭირდა პასუხისგაცემა, ხო? და გავანებოთ თავი ამას, მაგრამ გახარია, რომელსაც ყავს ამომრჩეველი ნამდვილად და
აქვს ლეგიტიმური უფლება წარმომადგენლობით დემოკრატიაში, რომ ისაუბროს თავისი ამომრჩევლის სახელით, აპირებს თვითმმართველობაში ემზადება ყოველ შემთხვევაში, ესეთი რამ თქვა. ეს ვიცოდი მე, ამიტომ ვერ ხდებოდა შეთანხმება იმ 4 პარტიას შორის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და მე ამიტომ ურტყეს სალომე ზურაბიშვილის პროცესს წიხლები ზოგ-ზოგი ერთმა, რომ ოპოზიციაში თანხმობა ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობდა. და ამიტომ ხანგრძლივი გვარამია მელიას გულისხმობთ ამ შემთხვევაში? ხო, ისინი ხო არ შემოვიდნენ ინფორმაციაში, ნაცებიც არ შემოვიდნენ ინფორმაციაში, ხან თვითმმართველობის არჩევნებს იმიზეზებდნენ, ხან იძახდნენ რომ რაღაც უფრო დიდი ერთობა უნდათ, მათ შორის მათ შორის ბევრ რამეს იმიზეზებდნენ, ხო? და სალომე ზურაბიშვილმა მარტივად დაუსვა ამ ყველაფერს წერტილი და თქვა რომ ეხლა მე თქვენი რაღაცა საბავშვო ბაღის დრო არ მაქვს, მე ესე აღვიქვი, თვითონ არ ვთქვამს უნებრივია და მოდი რაზეც ვთანხმდებით, იმაზე შევთანხმდეთ და 31 მარტიდან დაიწყო ახალი პროცესი. ძალიან ფრთხილი პროცესი, რომლითაც მან სცადა მოჯადოებული წრის გარღვევა და აი რაზეც ვახერხებთ შეთანხმების მიღწევას, იმ შეთანხმებების კულტი. შეგიძლიათ მითხრათ, აი რა დარჩა შეთანხმებიდან, იმიტომ რომ თვითონ სალომე ზურაბიშვილის მიმართაც აქვთ, ანუ საუბრობთ 4 როგორც თვითონ უყართ ხოლმე თქვა ბარიერ გადალახულ სუბიექტზე და კიდევ რამდენიმე პარტიას რა დარჩა, ანუ რა იყო კოორდინაციის ამოცანა? კოორდინაციის ამოცანა იყო ახალი არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ოღონდ რა თქმა უნდა გადასულიყო კოორდინაცია შემდეგ ნაბიჯზე, რომ ამ მიზნებს რა გზებით მივახციოთ, რა უნდა მოხდეს. ანუ საუბრობდნენ იმაზე, რომ პოლიტიკური პროცესი უნდა გააქტიურებულიყო, შინაარსი უნდა შეცვლილიყო, ასევე საგარეო ფლანგზე უფრო მეტად უნდა ყოფილიყო აქტიური ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილთან ერთად. საგარეო ფლანგზე მეტნაკლებად გარკვეული შედეგები ჩვენ გვაქვს და ამას თითქმის ყოველკვირეულად ვხედავთ, ხო? თვალშისაცემ და ხელშესახებ შედეგს გულისხმობ, რაც შეეხება საპროტესტო პროცესს, ვერ იქნა მთავარი მიზნის მიღწევა, რაც არის პოლიტიკური პროცესის ინტეგრაცია საპროტესტო პროცესში და ამასობაში ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი შეუთანხმებელი საკითხი დაგროვდა. ადგილობრივი არჩევნები იქნება ეს, საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობა იქნება ეს, ნაციონალური მოძრაობის პრეტენზია იქნება ეს სალომე ზურაბიშვილთან და ასე შემდეგ. კარგი, ანუ თქვენ ახსენეთ კოორდინაციის ორი ამოცანა. ეს არის ახალი არჩევნები და ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. არაფერი ამის მიღმა კოორდინაციის დღის წესრიგში არ ყოფილა. ერთადერთი აი ეს საგამოძიებო კომისიასთან ართანამშრომლობის საკითხი დადგა მარტის დასაწყისში და მარტის დასაწყისში ამ ფორმატში მონაწილეობდა, ანუ ახალი ფორმატით არ იყო ჯერ ეს ყველაფერი, ამ ფორმატში მონაწილეობდა ნაცმოძრაობაც და ახალიც. მაშინ, როდესაც ეს კომისია იქნებოდა, ჯერ დაბარებულიც არავინ არ ყავდათ საერთოდ. ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული და რეალურად ისე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ პრინციპში წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ ეხა გახარიამდე მივიდოდნენ და კი არა, ბადრი ჯაფარიძემდე და ხაზარაძემდე ესეც არ გქონდა, ანუ ამაზე ნაფიქრიც არ იყო. ამიტომ ვთქვი მე, რომ რაღაცა თავმდაბალი კი არა ვარ, ამიტომ ვთქვი მე, რომ ჩვენი შეცდომაც არის ეს, რომ რაც შეიძლება ეხა ციხესთან იყოს კავშირში, ესე სწრაფად გამოვაცხადეთ შეთანხმებად. ამას ვიძახი მე. რასაკვირველია შეთანხმების დარღვევა მაინც პრობლემაა. რა მნიშვნელობა აქვს ეს ასე იყო და მივესალმები, რომ დიმიტრი ცკიტიშვილმა განმარტება გააკეთა, რომ ჩვენ არ გამოვედით სულელების როლში, რომლებიც ვიგონებთ, რომ იქ რაღაცაზე შევთანხმდით, იმიტომ რომ ამისი მცდელობა იყო და დიმიტრი ცკიტიშვილმა ესრო დაადასტურა პატიოსნად მოიქცა, მაგრამ ეხა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს არ ყოფილა, ვთქვათ, იმ პირობებში, როდესაც გახარიას გააზრებული ქონდა, რომ მასაც ეძახიან, ლელოს გააზრებული ქონდა, რომ მასაც ეძახიან. კი არა, მე ძალიან სასიამოვნოდ გამიკვირდა, როდესაც ლელო დაიბარეს და არ მივიდა და სიყოყოჩე ცოტა რომ აი ეს შეთანხმება გვაქვს, მაგანაც მომცა, ანუ ვერ წარმოვიდგინე, რომ მე კითხა მიუხედავად იმისა, რომ იმ ეტაპზე მოხდა შეთანხმება. ხო, ლელომ დაიცვა, მათ სასარგებლოდ ჯაფარიძემ და ხაზარაძემ რომ მათ დაიცვეს ეს გახარიამ ეს პირობა არ დაიწყო. ეს გვაჩვენებს, ეს ჩემთვის არის გაკვეთილი, ანუ ჩვენ ვართ რთულ მდგომარეობაში. ქვეყანაში არის ნდობის კრიზისი. ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ აქცია, სანქცია, ალტერნატივა. ეს არის ჩემთვის გამარჯვების ფორმულა. ანუ ერთი მხრივ უნდა მიმდინარეობდეს აქცია და აქცია ნამდვილად კარგ ხასიათზე მაყენებს. დედაენის დღეს ვნახე, რამდენი ხალხიც გამოვიდა და ქართული ოცნების რეაქციებსაც ვატყობ და მათ შორის იმას, რომ ბაზრობა გადაიტანეს, მოაშორეს რუსთაველს, რომ ესკალაციის მათაცეში
გეშინიათ, როგორც მაგას ხედავ, რომ პირველი აი ეს ზღვა ხალხის გამოსვლა, პირველივე ზღვა ხალხის გამოსვლა, მათი ცვლილების აქტიურ მოთხოვნაში გადაიზრდება და ეს მათი ბოლო გაფართხალება იქნება, ანუ აი ჩემთვის ესეა ეს, ხო? და ესე ვხედავ რეჟიმის რეაქციებსაც, აი 9 აპრილს რო ესკალაციას მოერიდნენ, აი ის რო გადაიტანეს ეს ყველაფერი, რომ მათაც არ უნდათ და მათაც აქვს ეს განცდა. ანუ ეს ყველაფერი კარგად მიდის. რაც შეეხება იმას, რა ქვია, სანქციას დიდი ბრიტანეთის რავი საბანკო სისტემიდან არის გაგდებული რეჟიმის სადამსჯელო ინსტრუმენტების, აი ამ რაღაც სასამართლო კლანის და რეჟიმის პროკურატურის მთავარი ხალხი და შსს წამყვანი ტიპები და ამას გარდა რიგითები და ეხა გუშინ ლიტვის მიერ დასანქცირებულთა 102 კაცი ჩვენ სიებს შევადარეთ, იმიტომ რომ ჩვენ მუშაობთ ხო იმის გამო რომ ცხელი ხაზი გვაქვს და ვეხმარებით პროტესტის მონაწილეებს, როგორც დაჯარიმებულებს, ისე დაკავებულებს იურიდიული დახმარებით ვაგროვებთ მათ უფლებადამრღვევებზე ინფორმაციასაც ოქმებით დოკუმენტურად რაც დასტურდება და ამას ვაგროვებთ და პრეზიდენტის ფორმატს ვაწვდით ზუსტად. და ეს მაგისი შედეგია ეს ყველაფერი, რას ქვია რაღა დარჩა. პროტესტის მონაწილეებზე ზრუნვა, იმიტომ რომ ჩვენ რა შეგვიძლია პოლიტიკოსებს ვეკვეთოთ ეხა და გამოვგლიჯოთ ესენი, ეს არ შეგვიძლია, ხო? მაგდენი ძალა რო გქონდეს, არც ეხა რაღაცა მოლაპარაკებებში არ ვიქნებოდით, პირდაპირ მივაწვევოდით. არა გვაქვს მაგდენი ძალა, ხო? მაგრამ სამაგეროდ ყავს დასავლელი პარტნიორები, რომელთა თანამშრომლობაც შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გამყინავი ეფექტი გამოვიწვიოთ. კიდევ ერთხელ ჩვენ არავის დასჯა არ გვსიამოვნებს და ნახდად არ მოგვეწონება რომელიმე მოსამართლე ენუქიძე რომ საბერძნეთიდან გამოაბრუნებენ, იმიტომ რომ ლიტვას ყავს დასანქცირებული და ორივე ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. ეგ ნამდვილად არ მესიამოვნება და ეს არ არის ჩემი ამოცანა. ჩემი ამოცანა არის რომ შალვა ჯავახიას 5,000 ლარიანი ჯარიმა არ გამოუწეროს ქუჩისთვის, რომელიც გადაკეტილი იყო, როდესაც შალვა ჯავახია პროტესტს შეუერთდა და თუ ამაზე ხელს არ აიღებს, ბუნებრივია ამოცანად დავისახავ, რომ ვდიოთ იქამდე, ვიდრე რეჟიმი ბოლომდე არ ჩამოიშლება და სხვები არ დაინახავენ. მაგრამ აი ახლა მივედი პოლიტიკურ პროცესთან. ეხა საუბარი ადგილობრივ არჩევნებზე. ხო, მაგრამ მოახდენს რაღაცნაირად, ასე ვთქვათ, ნიჰილიზმის გაღვივება საპროტესტო პროცესის მიმართ. გეტყვით, ეხლა რაც შეეხება ალტერნატივას, ანუ კიდევ ერთხელ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარს ვინც იწყებს. ჩემთვის პრობლემატური ის არის, რომ არც ერთ მათგანს არ ჯერა აი ამ პროცესის გამარჯვების. ანუ არ არსებობს ვერ ხდებოდე, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე არ უნდა ილაპარაკო და უნდა ცადო, რომ ეს თემა გადაწიო, თუ შენ ჯერ კიდევ გაქვს რწმენა შერჩენილი, რომ ეს პროცესი, რომელიც დღეს ქუჩაში მიდის, იმარჯვებს. იმიტომ რომ პოლიტიკური კი რასაკვირველია, იმიტომ რომ გეტყვი წინაგზზე რომ ვიყავი ემა აქ მოსული, მაშინაც ზუსტად იგივე გითხარი, ხო? დღე არ გავა რომ ქართული ოცნების პროპაგანდისტული მანქანიდან ვინმეს არ დაერეკა. მე მგონი აი ხა ეს დღეები შეწყდა, რაც ოპოზიციამ იმას აქნა და არ ეკითხა თვითმმართველობას, ანუ თვითმმართველობის შემოტანა დღის წესრიგში უნდა მხოლოდ ქართულ ოცნებას. აქედან ეხა, მაგრამ ოპოზიციაც ხო აი ბიძინა ივანიშვილის ცნობილ ფრაზას ვიხსენებ რა, რომელზეც მაშინ ძალიან ბევრი ვიცინე და ეხა რაღაცნაირად საზარლად წარმომიდგება ხოლმე ძალიან ხშირად ეს მე შევიცანი ადამიანის მოქმედების თვითგადარჩენის ფორმულა თუ რაღაცა. აი ხა ეს უგულავასის რო წამიკითხე, ხო? იცი რამდენჯერ დამინახავს რომ სასარგებლო იდიოტის როლშია და აი გინდა მიშა სააკაშვილი, გინდა უგულავა, გინდა ბევრი აი ეს ადამიანი, რომელიც და გვარი რომ არ ყოფილიყო ამ პოსტის. იგივეა ზუსტად, იგივეა ეხა მე ხო გახარიაზე ვლაპარაკობ, ხო? გახარიაზე ვლაპარაკობ. თვითმმართველობის არჩევნებზე ლაპარაკის დაწყება. არის და ჩემი პოსტები რომ ნახო სანამ გახარია ილაპარაკებდა მანამდეც თქვი ეგ ხო თვითონ შეთანხმების ფორსირება რო ხდებოდა მელიას თქვენ არის ბიძინა ივანიშვილის თამაში იმიტომ რომ ეს ემსახურება სიტუაციის ნორმალიზაციას და ჩვენ გჭირდება კრიზისი იმისთვის რომ ცვლილება დავაყენოთ და იმ კრიზისს რაც ქვეყანაში დგას და რომელიც პოლიტიკურ სპექტრს არ შეგვიქმნია თორე პოლიტიკურ სპექტრს რო ეს შეძლებოდა გახარიას და უგულავას მათ შორის ხო ეს ყველაფერი მოხდებოდა გაყალბდა არჩევნებიო რო ბღაოდნენ და 2000 კაციც რო არ გადიოდა ქუჩაში მაშინ როდესაც ოპოზიციას ხმა 800,000 მამიცა ხო ეს ჩვენი შექმნილი არ არის ეს კრიზისი არის ხალხის შექმნილი და ყველა პოლიტიკოსი რომელიც დღეს გამოდის და იწყებს თვითმმართველობის ლაპარაკს აღიარებს იმას რომ ეს ხალხი დამარცხდა ანუ რეალურად, როდესაც შენ ლაპარაკობ თვითმმართველობის არჩევნებზე, აღიარებ, რომ ეს ხალხი და ეს პროცესი დამარცხდა. მაგრამ და ეს ჩვენი შევხედოთ, აი ისინი ამ თუ ეს პროცესი გაიმარჯვებს, ისინი კრედიტს ვერ წაიღებენ. აი ეს მინდა ყველას უთხრა, რომ თუ ეს პროცესი გაიმარჯვებს, რაშიც ახლა ჩვენ ვართ. არც ერთმა, ვინც თვითმმართველობის არჩევნებზე ლაპარაკი დროზე ადრე დაიწყო, კრედიტი არ უნდა წაიღოს. კრედიტი გულისხმობთ ამ კრედიტი პოლიტიკური კაპიტალი. ხო, აბა ეხლა აბა ხმები ვერ უნდა. ხო, პოლიტიკური კაპიტალი
კაპიტალი ვერ უნდა მიიღოს აი ამაში, იმიტომ რომ ის პროცესი, რომელიც ქუჩაში დაიწყო და რომლის რწმენაც მე ძალიან დიდი მაქვს, დამარცხებულად ნებისყოფა არ ეყო და დამარცხებულად თვითგადარჩენის მიზნით. რომ გონიათ რომ ასე უნდა გადარჩენდა. ხო, მე რომ ვიყო ხა იმ პოლიტიკურ ჯგუფს ვეკუთვნოდე, ვინც რაღაცა სათადარიგო გეგმათ, მოდი ასე ვთქვათ, განიხილავს ადგილობრივ არჩევნებს, გეტყოდი რომ თუ პოლიტიკური პროცესი, ანუ კრიზისი ვერ იმარჯვებს და იჩენს შემგუებლობას ქართულოსობა, მეშვიდე თვე დროზე ადრე შვითვიანი ხარ, დროზე ადრე ამას რატო აკეთებ? დროზე ადრე რატო უსწრაფებ პროცესს, პროტესტს? დროზე ადრე ამას რატო შვები თვითგადარჩენის მიზნით? იმიტომ რომ გეშინია, რომ გაქრები პოლიტიკურად და ვერ ითმენ ცოტა ხანი? იმიტომ რომ მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ საბოლოო ჯამში ემა ამ უპიროების პირობები კი არ გადაწყვეტს თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს თუ არა პოლიტიკური სპექტრი მონაწილეობას. ამას გადაწყვეტს გარემოებები. ანუ როგორ კლიმატი ექნება შექმნილი ქართულ ხალხს. ამას დაემორჩილება ყველა, რო არა ქართველი ხალხი, რო არა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, ეს ევროინტეგრაციის შეწყვეტა და ამაზე ქართველი ხალხის რეაქცია. ეხლა წარსულს ვერ ვიწინასწარმეტყველებ და უბრალოდ შეფასებით მსჯელობად ჩამითვალეთ, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პარტია იჯდებოდა პარლამენტში. რომ არა 28 ნოემბერი და ქართველი ხალხის რეაქცია ბიძინა ივანიშვილის უსაქციელობაზე და მოღალატეობრივ ქმედებაზე. თუმცა გახარია ამბობს, რომ ახლაც აქვს ჭორად ინფორმაცია, რომ აპირებენ მე არ მიყვანს ჭორებზე. მე ვერ ვიტან ჭორებზე ლაპარაკს. მე ვერ ყრდნობ მაშინ ამ ინფორმაციას მე არ მიყვარს, ვერ ვიტან. არასოდეს არ მივდივარ კონსპირაციებში. ჩვენ პოლიტიკურ სპექტრს საკმარისი პრობლემები აქვს ზედაპირზე გამოტანილი, რომ აი ზედაპირზე რაც გამოაქვს, ის იმაზე წერტილები რომ გადააბა დაინახო რა მდგომარეობაში წარია. მაგრამ თუ მკითხავთ, აღარაფერი აღარ გამიკვირდება, იმიტომ რომ ითქვა სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა 4 აპრილს და ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ შევთანხმდით, რომ არავინ საგამოძიებო კომისიასთან არის თანამშრომლობის და ვნახეთ თანამშრომლობის მაგალითი. ითქვა, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ახლა დათანხმება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერ მივიღებთ ვერც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ვერც ახალ არჩევნებს. ასე არ ხედავ. გააჩნია პოლიტიკური პროცესი, ანუ მათი მხრიდან განხარია იქნება ეს, უგულავა იქნება თუ ვინც იქნება, მნიშვნელობა არა. მანდატების თუ კი სამართლებრივი რაიმე შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, განხარიამ სხვა შორის დააზუსტა გუშინ, რომ მაქვს ინფორმაცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარეობს კონსულტაციები, როგორ შეიძლება თურმე გაუქმებული მანდატების გაცოცხლება. რა საკურველია, მათ ხელში სახელმწიფო მიტაცებული აქვს, ვისაც უნდა მანდატს გაუცოცხლებენ, ვისაც უნდა მოუკლავენ. აი, რა მნიშვნელობა აქვს მაგას? კიდევ ერთხელ ოპოზიცია შეიძლება არსებობდნენ ისეთები. ამ ყველაფერს უშვებ ქართულ ოპოზიციაზე. თუ ყველაფერი რაც შეიძლება წარმოიდგინოთ, ანუ მე უყურებ ამას ძალიან დიდი ხანია და ძალში. ყველაფერი რაც შეიძლება დაუშვათ, ყველაფერს უშვებ. ოღონდ კიდევ ერთხელ ამათ რეალურად დაკვეთას აძლევს ქართველი ხალხი. რა გარემოებებს და რა კლიმატსაც შექმნის ქართველი ხალხი, იმას დაემორჩილებიან ესენიც, იმიტომ რომ საკუთარი ამათ არაფერი არ გააჩნიათ. ეხა რასაც მიყვებიან, ეს არის ხალხის მიერ შექმნილი პროცესი ატივტივებს, თორე ჩარეცხილები იყვნენ 25 ნოემბერს. აღარ არსებობდნენ საერთოდ. და ეხა ეს გახარიაც რომ დაუწყია, რომ მე ჩემი გზა მაქვს და ასე შემდეგ, რავი სალომე ზურაბიშვილს რო არ ეშველა ამ პროცესით და გაეზავებინა ცოტა იმ 4 ბარიერ გადალახულ პარტიას ვერ ჩამოვხსენით, ხო? იმათთან ერთად იყო და 4 ბარიერ გადალახული და 4 ბარიერ გადალახული და ძალიან კარგი ჩვენ ფედერალისტებს ჩვენი გზა გვაქვს. ოღონდ ჩვენი გზა გადის იმაზე, რომ სადაც თანხმდებით, იქ ძალისხმევა გავაერთიანოთ იმისთვის, რომ პროტესტის მონაწილეებს უკეთ დავეხმაროთ. ხო, გამოგვივიდა. გახარიას მონაწილეობითაც გამოვიდათ სტრასბურგში უპრეცედენტო რაღაცა, რომ შევარდნაძის მიღწევა გაანიავა საბოლოო ჯამში, ხო, ქართულმა ოცნებამ. პასეს რეზოლუციას გულისხმობ და სინამდვილე რეალურად ოპოზიციის პრობლემა იმდენად ის კი არ არის, რომ აი არ არსებობს საკითხები, რაზეც თანხმდება. უბრალოდ არასწორ ამოცანებს ისახავს, არასწორ მიზნებს ისახავს და მე ღნავის, რომ აი არაფერი არ გამოზდის, არაფერი არ შეიძლება რომ გამოვიდეს და აი ვერ თანხმდებიან. კაცო, მაგაზე ხო შევთანხმდით, აი ახლა 102 კაცი რო არის დასანქცირებული, ხო, ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხდა. ის რაც ხდება დასავლეთში, აი ამ ხელა წნეხი, ამაში ხო ოპოზიციის როლიც არის, ხო? და ნაცვლად იმისა, რომ პატარ-პატარა გამარჯვებებით ვიაროთ ჩვენს გზაზე და სადაც ეს გზები იკვეთება, იქ მაქსიმალური მივიღოთ. გავართ და რაღაცა ერთმანეთს ხან რუსის აგენტობას ვაბრალებთ, ხან ჭორაობთ, ხან რაღაცა აი რაღაცა რაზეც ვერ თანხმდებით, იმაზე ვჩხუბობთ და ეს არ არის დასრული ხალხის აქცია. ჩემი აზრით, ანუ სალომე ზურაბიშვილი
იმას კი არ ეუბნება, ვერ იქნება სალომე ზურაბიშვილი მათი ლიდერი. ანუ მელიამ რაც ვერ შეძლო, რომ პარტნიორებთან თუ პოლიტიკურ ძალებთან მიეღწია, იმას სალომე ზურაბიშვილი ვერ გააკეთებს. სალომე ზურაბიშვილს თავისი მანდატიდან და მათ შორის დასავლეთის მიერ მისი აღქმიდან გამომდინარე შეუძლია შექმნა სივრცე, სამუშაო სივრცე, სადაც პარტიები რაზეც ითხოვდნენ სალომე ზურაბიშვილისგან ეს ოპოზიციური პარტიები ლიდერობას? მე არ ვიცი რა სიტყვავდნენ. შესთავაზეს? არ ვიცი რა ლიდერობას ვერ შესთავაზებ. ლიდერი ან ხარ ან ახარ. თუ ვინმეს რამეს თავაზობ, შენ შეიძლება შეთავაზო მხოლოდ დეკორაციობა. მე ეხა სის პირველ ნომრობა რომ შემომთავაზოს ხაზარაძემ, ეს ლიდერობის შემოთავაზება კი არ იქნება, დეკორაციობის შემოთავაზება იქნება. ანუ ლიდერი შეიძლება იყო იმ პროცესის, რომელსაც ქმნის შენ. ხო? და რომლის მონაწილეც ხარ შენ და ამ პროცესს ხაზარაძემ ვინმე ასე ვთქვათ უცხოს შესთავაზოს. არა, შეხა ნანა მალაშხიაც იყო, ხო, ძალიან დიდ პატივს ვცემ მაქალსთან. ძალიან დიდ პატივს ვცემ მაქალს. იყო გვარამიასის პირველი ნომერი და ეხა ლიდერი იყო, არ იყო, ხო, ლიდერი. და ეს არის, ანუ მაგაშია საქმე, რომ აყირავებს კიდეც პოლიტიკურ პროცესს, კი არა თუ პარტიულ პოლიტიკურ პროცესს, მათ შორის აი ეს პროტესტი, რასაც ჩვენ ვხედავთ და აი ეს გრადი პროტესტი, რასაც ვხედავთ და სალომე ზურაბიშვილი პროტესტს მიყვება. ანუ იმას კი არ აკეთებს, რომ აი დიდები ვინც ხართ შემოდის, ყველას აძლევს შესაძლებლობას, ვისაც რაღაც წარმომადგენლობითობა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება აქვს განზრახული, რომ მოდი საქმეზე ვფოკუსირდეთ, ხალხის ინტერესებზე, საპროტესტო ელექტორატის ინტერესებზე ვფოკუსირდეთ და საქმიდან გამომდინარე ავაწყოთ ალიანსები, რაც შესაძლებელია. იმიტომ რომ ისეთი შეთანხმებების დადება ხო დავინახეთ, ესეც ხო გაკვეთილი იყო, რომელიც ვერ შესრულდება. პირიქით იმედგამაცრუებელია და საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას ხო, აბა არ უნდა გავაკეთო. ახარია თქვა რომ ანუ მეო რეალურად თუ ანუ ხალხის დაკვეთაზე თუ საუბრობთ ხალხის ინტერესების დაკმაყოფილებას იქ რომ მივედიო დავასრულეო ეს კომისია და ჩემი მისვლის კომისიაში მონაწილეობის შედეგი იყო რომ ქართული ოცნება ერთ საათში გამოვიდა და სააკაშვილიც ამბობს რომ დავით აღმაშენებელია და რობიძინას მისი ეშინია და ასე შემდეგ და სერიოზულად ხო არ ვიღებთ და ხა თავს იქებს გავიგე, მაგრამ ხა მე რატომ უნდა ვაკეთო მაგაზე კომენტარი? ანუ რეალურად ეს არ არის ხო? არა, რასაკვირველია, ანუ პირველი რაღაცა დაკვეთა. რო დავასაბუთო ეს პროცესის შემადგენელი ეხმარება მე ხა არგუმენტებს გეტყვით რა, ჩემი აზრით რატო იყო პრობლემა და მე რავი ამ მაყურებელმა გადაწყვიტოს მართალი ვარ თუ არა. იმისთვის რომ ეს ამხელა მონსტრი დაამარცხო და მათ შორის სტატუს-კო მიკერდოებას აჯობო და ხალხს დააფიქრო იმაზე რომ სტატუს-კოს შეცვლა ღირს, შენ გჭირდება თანმიმდევრულობა. ანუ სხვა ყველაფერი არის შენი მოწინააღმდეგი. შენი შეიძლება იყოს მხოლოდ თანმიმდევრულობა იმისთვის, რომ შენ დაგინახონ, შეგამჩნიონ და გამოყვნენ. და თანმიმდევრულობას თან ახლოსაც არ ჩაულია იმას, რომ ერთი ხელით პარლამენტს აცხადებდე არალეგიტიმურად და მეორე ხელით ამ არალეგიტიმური ორგანოს წიაღში შექმნილი რაღაცა ღვარძლის და პოლარიზაციის ინსტრუმენტის დაძახებულზე მიხვიდე და დააბრუნო პროცესი იმაში, რომ აი ნაცმოძრაობა შტურმით აღება უნდა ქვეყნის, ხო? ანუ ეს ზაღძრავს იმას, რომ ანუ კი მაგრამ არალეგიტიმური თუა შენ რატომ მითხარ? ანუ ვიღაცები გამოჩნდებიან, ეხა რა ვიცი მე ხა ვიღაცები არის, ვისაც რავი იაგო ხვიჩი ამოწოს, ვიღაცები არიან, ვისთვისაც გახარიას ყველაფერი საყვარელია მიუხედავად იმისა, რა სიზავს, ხო? ესეთი ხალხიც არსებობს. მე ამას კი არ გულისხმობ, მაგრამ საბოლოო ჯამში არსებობს ხალხის კოლექტიური სიბრძნე, ხალხი შეერთებულად ბრძენია, ვაჟა-ფშაველს ნათქვამია ეს და ამას გარდა, ნუ ძალიან ბევრი სოციოლოგი გეტყვის, რომ საბოლოო ჯამში ხედავს რა, როდესაც ჩვენ არათანმიმდევრულობას აკეთებ და ეს მაშინ როცა ჩვენ კონსოლიდაცია გვჭირდება ცვლილებებისთვის, ხო? ეს გვაზიანებს, ეს ერთი. და ამის გარდა ამის ამოცანა, ანუ ამ რაღაც გამოძიების ამოცანა ხო ერთადერთი რაღაც არის, რომ ფოკუსი იყოს არა იმ კრიზისზე, რაც ქვეყანაშია შექმნილი, იმ ეკონომიკურ კრიზისზე, რაც შექმნილია, იმიტომ რომ ეხა აი მან რა ქვია, აისეტმა გამოაქვეყნა ბიზნესის განწყობის კვლევა, ჯოჯოხეთი ტრიალებს, ანუ მოდის და მოდის ქვემოთ ეს ყველაფერი და ნაცვლად იმისა, რომ ამაზე გქონდეს ფოკუსი და ანუ ფოკუსი გქონდა იმაზე, მელია როგორ იჭრებოდა პარლამენტში და რაღაცა კულუარულ მანევრებს. ეს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტია შეხედავს, ემა, გიждდება ხალხის საგამოძიებო კომისიაზე და ერთი სული მაქვს, როდის გამოვცვლით
ქართული ოცნების რეჟიმს, რომ გავაკეთოთ რეალური საპარლამენტო კომისია და დანაშაულების გამოძიება დავიწყოთ იმ დანაშაულების, რაც მოხდა გურიაში გულგრილობის, შოუში გულგრილობის პირველ რიგში, რამაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. უამრავი თემაა, რაც გამოსაძიებელია და ქართველი ხალხი მართლა ნახავს რეჟიმის ცვლილების შემდეგ სამართალს მოქმედებაში, მაშინ როდესაც ჯერ საგამოძიებო კომისია გამოიძიებს კონკრეტულ დანაშაულებს, საჯაროდ გამჭვირვალედ და შემდეგ ეს ყველაფერი წავა რეფორმირებულ პროკურატურაში და შემდეგ უკვე ნაფიცი მსაჯულების სასამართლოში და 12 ნაფიცი მსაჯული მიიღებს მონაწილეობას თითოეული მაღალი პროფილის საქმის გამოძიებაში, ხო? ეს ყველაფერი მოხდება და ამას ძალიან მაღალი ინტერესი რო ექნება, ეს ზუსტად ვიცი, ხო, რავას გამოძიება მახსოვს, ხო? მე ტაბულაზე რამხელა ინტერესი იყო, მაშინ ტაბულას დირექტორი ვიყავი ჯერ კიდე და ვხედავდი მე თვითონ ამას. ანუ ინტერესი იქნება. უბრალოდ ეს ინტერესი რა შექმნის, რომ ესე იგი ლეგიტიმური ყოფილა, ხო? უი. იმედია ხმა არ გავაკუჭე. ესე იგი ლეგიტიმური ყოფილა, ხო, ის კომისია და აი ეს არის რა, დამაგნეველია, ხო? გარდა იმისა, რომ პოლარიზაციას ახლა რეჟიმის გადარჩენის და რეალურად ჩავიძირებიო ბიძინა თვითონ იძახის იმ შემთხვევაში თუ პოლარიზაცია მოირღვაო. ჭირდება რომ შუა იყოს გაკრეფილი. ამისთვის გიჟივით გახარიასაც, ლელოსაც, იქ ყველას ხრის გადაიფიქრა, ასე ვთქვათ, ქართულმა უცნებამ ნაციონალურ მოძრაობის გაუქმება. გადაიფიქრა თუ ერთი თვით გადადო რეალურად ამ სამართლებრივ პროცესს. უკეთებენ ის ხო რაღაც მე ესეთი ტრიუკი ჩავატარე, მე ისეთი იმას ხო უყვარს ეს ტრიუკები. ეხა გააკეთა ისე რომ აი კრძალავთ რომ არ მიგაღებინოთ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში და აგერ უგულავა უკვე ყვირის რომ გამარჯვების მომტანი შეიძლება იყოს თვითმმართველობის არჩევნებში. პირობები აქვს ჩამოთვლილი პოლიტპატიმრების გათავისუფლება ცოტა, ოღონდ იქვე არის. პოლიტპატიმრები იმიტომ ზიან რომ პოლიტპატიმრების ხედან ახალი არჩევნების გამო. პოლიტპატიმრები დაიჭირეს, იმიტომ რომ ეს ხალხი ეთხოვდა ახალ პლებისციტი ჩავანიშნოთ, პლებისციტის ხარაცია. პლებისციტი ჩავნიშნოთ. გავიგე, ანუ ეგ არის რომ ბიზინა მიცის მაგოხრების თვითგადარჩენის მოქმედების ფორმულა. თუ რაღაც, ანუ ეგ გამოცნობილია აბურთავებს თავის ნებაზე. აი ეხლა რასაც უყურებთ, აი ეგ არის, მე ვიძახდი. რომ გამარჯვებად გამოაცხადებინებენ იმას, რომ არ აკრძალეს ხალხო და მოდი ეხლა შევარდეთ თვითმმართველობის არჩევნებში და ნაცმოძრაობას მართლა ძალიან უჭირს ხალხო თვითმმართველობის არჩევნები, მუნიციპალური არჩევნები ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ნაციონალურ მოძრაობაც არის, მათ შორის აი მელიამ თქვა რომ ვიცი ნაციონალურ მოძრაობას ყველაზე მეტად უნდა მონაწილეობა. რა, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა უნდა ნაციონალურ ანუ აგიხსნით თქვენ რომ მიხვდეთ პარტიულ სტრუქტურას, ანუ არსებობს რეგიონის ხმები, არსებობს თბილისის ხმები. თბილისში ნაციონალური მოძრაობა არის გასული მეხუთე ადგილზე. ანუ თბილისში ძალიან უჭირს. თბილისი არის განსხვავებული ხმები. რაც შეეხება რეგიონებს, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის მუნიციპალური არჩევნები და რეგიონის ხმები არის მეტწილად კლანური ხმები. იმას არ ვამბობ, რომ შინაარსს მოტივირებული ხალხი რეგიონში არის. არის, მაგრამ დიდი წილი არის კლანური ხმები. თუ ნაციონალური მოძრაობა რეგიონში რაც აქვს შერჩენილი ხმები, თუ ნაციონალური მოძრაობა მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, ის დაკარგავს იმ ხმების მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც მასთან არის, იმიტომ რომ მუნიციპალური არჩევნებიდან ის თავისას იღებს. და აქედან გამომდინარე, რეალურად ერთი გარეთ სხვა არ დარჩენილიო, რომ ამბობენ, ერთი არჩევნებიღა არის დარჩენილი. ანუ ნაციონალური მოძრაობა თუ არ გავიდა მუნიციპალურ არჩევნებში, შემდეგ არჩევნებამდე ან მივა და ან არ მივა. ამიტომ ნაციონალური მოძრაობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მონაწილეობა და მაგას აკეთებდა, რომ კრძალავდა და აძლევდა რაღაცას, რომ ამათ გამარჯვებად გამოეცხადებინათ, რომ აი გადავაფიქრებინეთ, აკრძალვა და ეხა თვითმმართველობაში. თამარ, აი ბოლოს აუცილებლად მინდა გკითხოთ, თუ ნაციონალური მოძრაობა მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ქართველი ხალხი გადაწყვეტს ემა. ნაცმოძრაობამ ვერ გამოიყვანა ეს ხალხი, ხო, ქუჩაში. ეს ხალხი გამოიყვანა ბიძინა ივანიშვილმა და ამიტომ ქართველი ხალხი გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა აი ამ ერთი ადგილის თამაშს პარტიების მხრიდან თვითგადარჩენის ამოცანით. ან ეს შეიძლება ისე მოხდეს, რომ საერთოდ გადაყვნენ აი ამ სურვილს. ოპოზიციური პარტიები. თუ ასე არ მოხდა, ანუ აი ამ ფორმატიდან რა დარჩება თქო ეს მინდოდა მეკითხა სალომე ზურაბიშვილის მიერ შემოთავაზებულ ფორმატს გულისხმობდა და რატო გეკითხები? მე არ ვიცი, მე ვერ ვილაპარაკებ სალომე ზურაბიშვილის. არა და ეჭვიანობენ ბარიელ გადალახული პარტიები თქვენზე, რომ რაღაცა გამოჩდით უცნაურად ამ ფორმატში და რა უნდა თამარ ჩერგოლეიშვილს აი ამ ფორმატში. ნუ თქვენ ეტყობა განსაკუთრებით ბევრს გეკითხებათ, არ ვიცი, ანუ უფრო კომუნიკაცია გაქვს სალომე ზურაბიშვილთან. მე მაინტერესებს იქ რომ მივიდივარ
საქმეზე ლაპარაკი, ანუ მე არ ვარჩევ ინტრიგას, ჩვენ ვაკეთებთ იქ საქმეს და საქმეზე მინდა ფოკუსის გაკეთება, ანუ არავის ერთმანეთი იქ არ მოგწონს, არავის ერთმანეთს არ ვენდობით. ყოველ შემთხვევაში მე იქ მიგვიყვანა იმან, რომ ჩვენ გვაერთიანებს ერთი ამოცანა, მინდა ახალი არჩევნების მიღება. ყველას ეკითხება სალომე ზურაბიშვილი ჭკუას. ძალიან კონსტრუქციულად ყველას იქ ეკითხება ჭკუას და თუ კი ანუ არა აქვს ეჭვიანობის საბაბი იმ ბარიერ გადაახვევ პარტიას. არანაირი საერთოდ, გარდა იმისა, რომ თუ საქმეზე იქნებიან ფოკუსირებულები, თვითონაც მოეწონებათ ის პროცესი ისე, როგორც მე მომწონს. ხო, მაგრამ ვხედავთ, რომ ასე ვთქვათ, ბევრი წინააღმდეგობა არსებობს. ხომ არ მოხდება ისე, რომ საბოლოო ჯამში დარჩებით თქვენ, ფედერალისტები, სალომე ზურაბიშვილი და შეიძლება გვარამიამელია. ჩვენ იქ გვარამიამელია არ არიან იმ პროცესში. არ არიან, ხო, მით უმეტეს. გვარამიამელი არ არიან იმ თქვენ და სალომე ზურაბიშვილი მაშინ. არ ვიცი, თუ რამე უკეთესი გეგმა ქონდა ლელოს, ისედაც არ იქნებოდა სალომე ზურაბიშვილთან. სალომე ზურაბიშვილი იოლი ხასიათის ადამიანი კი არ არის. ან მე იოლი ხასიათის ადამიანი კი არა ვარ, ანუ იმ პროცესში, ან მე რაღაცა კი არ მიყვარს ის ხალხი, ვისთან ერთადაც ვზივარ. იმ პროცესში იმიტომ ვართ, რომ საქმე სჭირდება. და ლელოსაც სჭირდება ეს, რომ საქმე სჭირდებოდეს. ლელო რჩება. ხო და ლელო იქ არის, მოედანი იქ არის, არ ვიცი გახარიაზე რა სიზავენ, მაგრამ ზოგადად მე მომხრე ვარ, რომ რაზეც ვთანხმდებით, იმაზე მუშაობა გავაგრძელოთ ერთად, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს არ არის იმისთვის, რომ რაღაცა ერთიანი სიები შეიქმნას და ასე შემდეგ. მე არა ვარ ესე რადიკალურად განწყობილი იმის მიმართ, რომ აი ეხლა რაღაცა ვთქვათ, შეთანხმება რომ დაირღვა, ამიტომ მოდი უნდა მოვიდეს საუბარი, აქ არის საუბარი კონსტრუქციულ თანამშრომლობას. გახარია ამბობს, ერთხელაც არ ყოფილა რომ ასეთ რაღაცა საკოორდინაციო შეხვედრაზე და ამით საკუთარ განწყობას გამოხატავს. არ არის, გახარიას თავდაცვის მიზნით საკუთარ განწყობას როგორ გამოხატავს, რაღაცა როგორი ზიზღიანია იმაში თუ როგორ არავის არ იკარებს, თუ როგორ ანუ პრინცესობს, ხო, რომ აი ჩემთან უნდათ ფოტოს გადაღება, რაღაცა high school მანერებით არის, ხო, როდესაც თავდაცვის პოზაში დგას და ეხა მე მაგას ვერ გავეკიდები, ხო, მე მინდა იქ საქმის კეთება, დიმიტრი ცკიტიშვილი მონაწილეობს და თათა ხვედელიანი ვინც არიან, ვერაფერს მათზე ვერ ვიტყვი, საქმეზე ფოკუსირებული წესიერი ხალხია, მომწონს იმათთან ერთად მუშაობა და რავი, არ მაინტერესებს გახარია რას ლაპარაკობს. თუ ჩვენ შევთანხმდებით იმაზე, რომ რაღაცა საერთო პოზიცია გქონდეს რაღაც საკითხებზე და ასე მაგრამ რისკია თამარ შეიძლება მათთან შეთანხმდეთ რაღაცაზე და შეხედოთ მე გახარიას მათი ლიდერი გარემოებებს. თუ დავინახავთ, რომ შედეგად შეიძლება გახარია ერთი წლით ციხეში ჩაჯდეს, ეგეთ შეთანხმებას არ გამოვაცხადებთ შეთანხმებად, იმიტომ რომ ნახავთ, რომ შეიძლება გადაიფიქროს. ანუ აღარ წავალთ რისკზე, რომ გახარიას არ შეეშინდება ერთი წლით ციხეში ჩაჯდომის და მზად იქნება იმისთვის, რომ შეთანხმება დაიცვათ. ანუ ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ რისკი. ფიქრობთ, რომ შეეშინდა და ამიტომ მივიდა საგამოძიებო კომისიაში. მე ერთადერთი ახსნა ეგ მაქვს. ანუ გახარია შეეშინდა ერთი წლით ციხეში ჩაჯდომის და ამიტომ მივიდა საგამოძიებო კომისიაზე 6 საათის განმავლობაში პასუხობდა თეატრო ლუკიანის ჩემი ერთადერთი მე ხომ ის ფსიქოანალიტიკოსი არა ვარ, მაგრამ ჩემი ერთადერთი ახსნა ეგ არის და ეხლა როცა ეგეთ საქმეს შეეხება და ესეთი პირადი თემა არის ხოლმე ჩართული, იქ მოვერიდებით შეთანხმებების გამოცხადებას გავითვალისწინებთ მომავალში. ეს ჯობია, ვიდრე ის რომ ეხლა რაღაცა პოლიტპატიმრებისთვის რამე ერთად არ გავაკეთოთ, ხო? ანუ მე ესე ვხედავ, ისედაც არ ვხედავდი ამ რაღაცა იმას, რომ რაღაც მაღალი წარმოდგენა ისაც არა მაქვს სპექტრზე, ხო მეტყობა. და ვცდილობ ბავშვის ნაბიჯებით გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, სადაც ვთანხმდებით, იქ შევთანხმდეთ და გადავხუროთ ფურცელი. ვთანხმდებით იმაზე, რომ უფლებადამრღვევი პოლიციელები, თქვათ იქ პროკურორები, მოსამართლეები უნდა დასანქცირდეს, მოდი ვითანამშრომლოთ ამ მიმართულებებით. ვთანხმდებით იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, რომ აი ეს უამრავი ფინანსური წნეხი და საკანონმდებლო წნეხი, რაც მოიფიქრეს, რომ სამოქალაქო აქტივიზმი გააჩეროს, ამას ვუშველოთ და გამოვიყენოთ დასავლური ნეტვორკი, ვთანხმდებით, მოდი ვიმუშავოთ ამაზე. ანუ სადაც გამოგვდის, იქ გავაერთიანოთ ძალისხმევა და სადაც არ გამოგვდის, ხო ისედაც არ გამოგვდის. კეთილი, მადლობა. თამარ ჩერგოლეიშვილი პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ვიდრე კიდევ ერთი სტუმარი შემოგვიერთდება, გეტყვით, რომ სასამართლომ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ზურაბ ჯაფარიძეს 20,000 ლარიანი გირაო შეუფარდა, რასაც დღეს ვუსმენდი მისი კომენტარებიდან, მან თქვა, რომ არ აპირებს ამ ასე ვთქვათ გირაოს გადახდას.
თქვენს რომ არ ვარ კანონმორჩილი მოქალაქე, არ ვაღიარებ პარლამენტს და არ ვაღიარებ მთავრობას, ამიტომ არსებობს საფრთხე რომ მივიმალო ან ჩავიდინო რაღაც სხვა დანაშაული, რაზეც ავუხსენი, მიმალვა რომ დომები და სტრასბურგში ვიყავი, როდესაც დაბარებაზე შეტყობინება მომივიდა და ჩამოვედი. ეს ერთი, მეორე რა დანაშაული უნდა ჩავიდინო, კიდევ ეს სრულიად გაუგებარია, არც ნასამართლეობა მაქვს თუ იმაზეა საუბარი რომ რაღაც კომისია რომ არის და მან დამიბარებენ, მაგაზე ვუთხარი 20-ჯერ რომ დამიბარო, არაერთხელ არ ვაპირებ მისვლასო და არსებობს ორი საფრთხე ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის, ეს როგორც პროკურატურის ასე ვთქვათ განცხადება. მოკლედ საბოლოო ჯამში რას იზამს ზურაბ ჯაფარიძე, აი ამ დირაოს თანხასთან დაკავშირებით ალბათ უახლოეს მომავალში გაირკვევა, იმიტომ რომ აქვს გარკვეული ვადა ამის გადასახდელად და კიდევ ერთი ამბავი კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ბოლო ინფორმაცია რაც გვაქვს, მისი კოლეგები, მსახიობები, ზოგადად ხელოვანები, მისი გულშემატკივრები თეატრთან იკრიბებიან დავით დოიაშვილის ასე ვთქვათ მხარდასაჭერად. ლევან ლორთქიფანიძე, პოლიტოლოგი, კავკასიური სახლის თავმჯდომარე. მოგესალმებით ლევან, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოკლედ ძალიან ბევრი შიდა აქამდე სულ ვამბობდით ხოლმე რაღაცნაირად გვაკლდა შიდა პოლიტიკური თემები თითქოს ხო? მაგრამ ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ აქტიურად ვითარდება მოვლენები ოპოზიციურმა პარტიებმა, ვისთვისაც კატეგორიულად მიუღებელი იყო არათუ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, არამედ ზოგადად ამ თემის წინ წამოწევა, უკვე რაღაცნაირად ზოგმა პირდაპირ, ზოგმა ირიბად დაიწყეს საუბარი, რომ იქნებ ღირდეს, თუ ქართული ოცნება გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებს, თუ პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო, მაშინ რა გვრჩება, ხო? ამიტომ უნდა იფიქროს თუ არა პოლიტიკურმა სპექტრმა აი ამ ადგილობრივ არჩევნებზე მონაწილეობის საკითხზე. დიდი მადლობა მოწვევისთვის და თქვენ მართალი ბრძანეთ. იცვლება ხოლმე გარემოებები. ეხლა როცა ჩვენ გავიხედავთ ამ დილას ფანჯარაში, შეიძლება გვეთქვა, რომ წვიმს და საშინელი თქეშია. მაგრამ ეხლა რო გავიხედოთ ფანჯარაში, ისევ რომ ვთქვათ, რომ წვიმს და საშინელი თქეშია, არასერიოზული ადამიანები გამოვდგებით. აუცილებელი ანალიზი შესაძლებლობების, რა შესაძლებლობები გვაქვს, რა შანსები გვაქვს, რომ ეს წინააღმდეგობა გავაგრძელოთ. მე ესე იგი მკვეთრი პასუხი თქვენ შეკითხვაზე არ მაქვს, იმიტომ რომ ორივე მხარეს აქვს თავისი არგუმენტები. აი ის პარტიები და ის ძალები და ის ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან არჩევნებში მონაწილეობას. ძალიან მართლები არიან ბევრი მიმართულებით. ჩვენ ხედავთ სახელმწიფოს, რომელიც ყველაფერს იპყრობს. მთელ ძალაუფლებას ხელში იგდებს. ფაქტობრივად იღებს ისეთ კანონებს, რომლითაც გვიკრძალავს პროტესტს, ქუჩაში გამოსვლას, ბრძოლაში ჩართვას. ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია მთლიანად ხელში აქვს ჩაგდებული. ხედავთ სუსში დანიშნეს სრულიად ოდიოზური ფიგურა, რომელიც პირდაპირ კონტროლდება თქვათ აი ამ კობახიძის და სხვა მსგავსი ძალიან აგრესიული და ძალიან სხვებისთვის შეურაცხყოფის მიყენება რო უყვართ და სხვების დამცირება რო უყვართ ეგეთი ადამიანებით და რაც მთავარია ჩვენ ვნახეთ რომ უამრავი ფალსიფიკაციის მეთოდი აქვს მას კაპიტნები, გენერლები, ვიცე-პოლკოვნიკები, იქ სიის შემდგენები, ქალები, კაცები, მთელი მექანიზმი აქვს დაწყობილი ამ საარჩევნო манипуляციებს. ასე რომ ბევრი არგუმენტია არჩევნების საწინააღმდეგოდ. ამას ემატება კიდე ეს დაკავებული ტყვეები, გაუბედურებული ადამიანები. ეხლა როგორ შეხედავ ტყვეების მშობლებს თვალებში და ეტყვი რომ ეხლა არჩევნებში მივდივარ და შენი ხალხი ისევ იყოს. მით უმეტეს ვიცით რომ ოპოზიციასთან შეხვედრისას პატიმრების მშობლებს ჰქონდათ ეს მოთხოვნა რომ არ გაცვალოთ ჩვენი შვილების თავისუფლება ადგილობრივ არჩევნებზე. ხო, არა, ესე საკითხი არ დგას მგონი მათი შვილების ამბავი თუ თვითმმართველობა თუ დადგა უნდა გავცვალოთ თუ ხალხი გამოვა ციხიდან და მეაჩნია საზოგადოების ნაწილს მათ შორის მათაც ანუ ეს ამბავი თვითონ პოლიტიკოსებმა გამოიტანეს აი ამ შეხვედრიდან და სწორედ ამ ინფორმაციას ვერ ყდნობ იმიტომ რომ ასე დგას რიგ შემთხვევაში საკითხი რომ მონაწილეობ ადგილობრივ არჩევნებში ესე იგი ამ ხელისუფლებას აძლევ ლეგიტიმაციას და ლეგიტიმაციას აძლევ მის ყველა გადაწყვეტილებას მათ შორის აი ამ დაპატიმრებების ჩათვლით ეს არის ერთი შესაძლებლობა მაგრამ თუ ცოტა ტვინი
უჭრით, გონება უჭრით ჩვენ ოპოზიციონერებს, შეუძლიათ საკითხი შემოატრიალონ და ესე დააყენოთ. მე მივიღებ ამ არჩევნებში მონაწილეობას, ამ უთანასწორო არჩევნებში მონაწილეობას, საშინელ არჩევნებში მონაწილეობას, ოღონდ შენ შეახე ამნისტია აი ამ ხალხს, ვინც ციხეში ლპება ტყუილა, ხო, ბავშვები და სრულიად ახალგაზრდა ადამიანები. ასე რომ ეს ვაჭრობის საგნად მაინც უნდა ვაქციოთ, რომ ეს ხალხი გავათავისუფლოთ და გამოვიყვანოთ აი ამ საპატიმროებიდან. ეხლა მეორე მხარეც თქვა თქვენი ნებართვით, რა მეტყველებს არჩევნებში მონაწილეობის სასარგებლოდ. აი კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ბენაბდემ ამას წინათ გაიხსენა ჩვენი ისტორიული გამოცდილება. საქართველოში ბოიკოტს არასდროს უმუშავია. ვინც ბოიკოტს გამოაცხადებდა ხოლმე, ის პოლიტიკური ძალები ქრებოდნენ. აი თქვათ ეროვნული კონგრესი გამოაცხადა ბოიკოტი, პრეზიდენტმა გამსახურდია მიიღო მონაწილეობა, ეს ეროვნული კონგრესი მერე გადაიქცა საშინელ, ხულიგნურ, რაზმად და სამოქალაქო ომი და უბედურება, ასე იგი მოაწია საქართველოს თავზე. აი გახსოვთ თქვენ ალბათ კარგად, ეს ლევან გაჩეჩილაძეები და ოპოზიცია ჯონდირო უღალატა და შევიდა, გია ცაგარეიშვილმა რო უღალატა და შევიდა, მაგრამ ვიღაცებმა არ უღალატეს ამ ბოიკოტის იდეას, დარჩნენ, მაგრამ ისინიც გაქრნენ პოლიტიკური ველიდან, ხო? ანუ ბოიკოტი მუშაობს იმ შემთხვევაში, თუ ის არის საყოველთაო. თუ მასში ყველა მონაწილეობს. ეხლა ერთმა მიიღოს მონაწილეობა და მეორემ არა. პოლიტიკურ ველზე, ხო? ამას გულისხმობთ, ანუ ერთიანობა, ერთიანი პოზიცია არის აუცილებლად შესანარჩუნებელი. თუმცა ხედავთ, რომ ფაქტობრივად დღითი დღე ეს ერთიანობა სხვადასხვა საკითხში ირღვევა. ხო და ამიტომ ეს ბოიკოტი არ იმუშავებს. ხო, მეტიც აი საპროტესტო პროცესი, რომელიც რაღაც ეტაპზე პოლიტიკურ პროცესთან უნდა გაერთიანებულიყო, ესეც ვერ ხერხდება, ხო, მიზეზთა გამო. არ ვიცი, ვისი ბრალეულობა ალბათ ისევ პასუხისმგებლობის ტვირთი ამ შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ, იმიტომ რომ მათ ვერ შეძლეს ასე ვთქვათ, დობის მოპოვება აქციის ორგანიზატორებში, მონაწილეებში, აი ამ პროტესტის აქტივისტებში იმისათვის, რომ ეს ორი პროცესი ერთ ორგანიზმად გარდაქმნილიყო. მართალი ხართ და ამიტომ საბოლოოდ მივიღებთ იმას, რომ ზოგი მიიღებს მონაწილეობას, ზოგი არა და აი ამ ალაგ-ალაგ ბოიკოტით ეს ხელისუფლების საქმე კეთდება, იმიტომ რომ მისი გამარჯვება გაცილებით უფრო შთამბეჭდავი იქნება. კიდევ რა მეტყველებს არჩევნების სასარგებლოდ, ხო? ჩვენ ავად თუ კარგად სუდად თუ რაღაც ჩარევებით თუ ჩაურევლობით დიდი ქალაქებში მოიგო ქოცების საწინააღმდეგო პოზიცია, ხო? დღეს ეს გართულდება, გაცილებით უფრო მეტ ენერგიას ამუშავებს ხელისუფლება, მაგრამ აი წარმოიდგინეთ, რომ თბილისს აგებს ქართული ოცნება. ამაზე მეტი დელეგიტიმაცია ხელისუფლების რა თქინდა, რომ თბილისი არის ეკონომიკური ცენტრი, სამწუხაროდ, პოლიტიკური, კულტურული, თავკომბალა ქალაქია და აქ აგებს ის. ან თუნდაც კაი თბილისს ვერ იგებს, მაგრამ ოპოზიცია, მაგრამ იგებს რუსთავს და ქუთაისს, ან რუსთავს და ბათუმს. ანუ 4 დიდი ქალაქიდან 2-ს მაინც თუ იგებს, ეს შეიძლება გახდეს ხელისუფლების დელეგიტიმაციის წყარო და მესამე არგუმენტი, რაც არჩევნების სასარგებლოდ მეტყველებს, ხო? ქართულ ოცნებას საპარლამენტო არჩევნებზე ჰქონდა 4 წელი, რომ მომზადებულიყო რაღაც სქემები, გეგმები, შეეთხზა, მოემზადებინა, რომ არჩევნები გაეყალბებინა. ეხლა უკვე ჩვენ ვიცით ბევრი მისი სუსტი წერტილი. ვიცით რა შეცდომები დაუშვა თქვათ ოპოზიციამ არჩევნებში. ანუ ეხლა გაცილებით ცოტა დრო აქვს ქართულ ოცნებას მოსამზადებლად მასობრივი ფალსიფიკაციისთვის. წინააღმდეგობის მუხტიც მაღალია. ასე რომ, ასე ვთქვათ, ბოიკოტსაც აქვს აზრი, ბოიკოტის საწინააღმდეგო წასვლასაც აქვს აზრი, ამაზე დაფიქრებაა საჭირო, მაგრამ ერთი დიდი პრობლემა რაც ყველას გვაქვს, ეს არის ის, რომ პროტესტს ჭირდება მობილიზაციის ახალი საფუძველი. ეს მობილიზაციის საფუძველი არ ჩანს, ხო? ამ საგარეო სანქციები ჯერჯერობით ნელა მოდის და ნელ-ნელა მუშაობს. ქუჩაში რუსთაველი ყოველდღე იკეტება, მაგრამ ადამიანებს აქ მოთხოვნილება რაღაც ახალი მოხდეს, რაღაც ახალი მიზეზით მოხდეს მობილიზაციის საფუძველი, მაშინ როდესაც ხედავთ, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის განხილვის საგანი სულ სხვა თემებია, ანუ მონაწილეობა არ მონაწილეობა საგამოძიებო კომისიაში, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხი, პრეტენზიები იქ სალომე ზურაბიშვილიდან დაწყებული კოლეგა ოპოზიციონერებით დამთავრებული და მოკლედ ასე შემდეგ. აი ვინ უნდა გააჩინოს ეს რაღაცა ახალი მობილიზაციის მუხტი, მაშინ როდესაც მათი ინტერესები უკვე ვხედავთ, რომ სხვა მიმართულებით არის გადართული.
ხო, მობილიზაციის მუხტი მარტივად აი ამ პოლიტიკურ ველზე შეუძლებელია შენ ერთი ხელით რაღაცა აი ამ პროტესტს რაღაცა ძალას მატებდე, ხო? ამ პროტესტის განვითარებაზე ფიქრობდე და მეორე ხელით, არ ვიცი, ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადებოდი, აგერ გახარია ამბობს, რომ მეტის თურმე კონსულტაციები საკონსტიტუციო სასამართლოსთან, რომ გაუქმებული მანდატებიც კი აღადგინონ, ხა რისთვის სჭირდებათ გაუქმებული მანდატების აღდგენა თუ არა საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისთვის. ანუ აი ეს ორი რამ თავსებადია ერთმანეთთან? თუ გონივრულად დაგეგმავ თავსებადია. თუ შენ ეტყვი გულწრფელად ამომრჩევლებს, აი მე რო პოლიტიკოსი ვიყო, ამომრჩევლებს ვეტყოდი, რომ ძვირფასო მეგობრებო, სანქციები აგვიანებს. ქუჩაში იმდენი ხალხი არ გამოდის ყოველდღიურად, რამდენიც დიდი მიტინგების დროს. ოპოზიცია დაგსაქსულია, ვერ ვახერხებთ ორგანიზებას. ქართული ოცნება ყოველდღიურად კიდევ უფრო მეტად ძლიერდება და ამ ავტორიტარიც აძლიერებს. მაშინ მოდით, ყველაფერი დროებით გვერდით გადავდგათ და ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია თბილისის მოგება. ვირაზმებით ამისთვის, ქუთაისის მოგება, ბათუმის მოგება, რუსთავის მოგება. მოდით მთელი ენერგია მიმართოთ აქეთკენ. მოდით დაუყენოთ ხელისუფლებას საკითხად, გამოუშვი დაპატიმრებულები და ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას. შეცვალე ოდნავ მაინც გააკეთოს შობილე კანონი და მივიღებთ მონაწილეობას ამ არჩევნებში. და მე ვეთყვი, ხო, ჩემ ხარდაჭერებს როგორ აი დამკვირვებლობის, ესე იგი მეტი დამკვირვებელი გჭირდება, მეტი კომისიის წევრი გჭირდება, დავირაზმოთ, სხვა გზა არ არის. ესე ვეტყოდი, მაგრამ აქედან ადვილია ხა ანალიტიკური პერსპექტივიდან ამისი თქმა. იცით რატომ? იმიტომ რომ აქ ჩდება რესურსების საკითხი. ხო? თქვათ თუ მიდიხარ არჩევნებზე, რა რესურსებით მიდიხარ? ვინ გაძლევს ფულს ამ არჩევნებში? მე კეზერაშვილის მოწოდებული წყალი არ მინდა. არც ბიძინა ივანიშვილის წყალი არ მინდა მოწოდებული. თუნდაც ქარიანი ამინდი იყოს და ცეცხლი მეკიდებოდეს და ის წყალი ამ ცეცხლს აქრობდეს, ხო? აბა შიშველი ხელებით წავიდეთ ამ არჩევნებში, სხვა რა რესურსია? თქვათ დასავლეთთან კომუნიკაციის რესურსი ჩაგვიკეტეს, სხვა რესურსები ჩაგვიკეტეს. ერთადერთი რესურსი შეიძლება იყოს მაქსიმალური მობილიზაცია ამ არჩევნების. მზად ახართ მეგობრებო, დაველაპარაკებოდი 1000 მეთოდი არსებობს, ფორუმი, ფოკუს ჯგუფი, დისკუსიები, საჯარო განხილვები, მზად ხართ მაქსიმალური დარაზმისთვის? ხო, ოპოზიციას ეს არის კომუნიკაცია საკუთარ არათუ საკუთარ, არამედ ზოგადად ამომრჩეველთან, რომელიც შესაძლებელია თუ მისი ამომრჩეველი არ არის ამ ეტაპზე, რაღაც ასე ვთქვათ, ინფორმაციის თუ პოზიციის მოსმენის შემდეგ, სწორედ მის მიმართ გამოხატოს ნდობა. უჭირს წასვლა. ხო, აი ხა იმ დღეს რაღაც ღონისძიებაზე ვიყავი და შევნიშნე, თქვა პირობითად გიგი წერეთელი, ხო? წადი. ამდენი წელია ხარ პოლიტიკაში, ერთი კანონი არ ასოცირდება შენთან, რომელიც შენი მიღებულია, ხო? პოლიტიკიდან წასვლა უჭირს ოპოზიციას არ ეთმობა, ასე ვთქვათ. ან გია ბარამიძე 1200 წელია პოლიტიკაშია. ტუტანხამონის დროსაც ოპოზიციაში იყო თუ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. იმის მერე, ხო, აი გუგული ბაღრაძესთან ვიცით, რომ სიგარეტის კანონი ასოცირდება. აი ამდენი ხანი რომ პოლიტიკაში ხარ, ერთი კანონი არ უნდა ასოცირდებოდეს შენთან, ერთი ცვლილება? არაფერი არ ასოცირდება ამ კაცთან, კუბდარების და რაღაცების გადა. წადი. და ეს ხალხი რომ დაიხევს უკან, მათ ნაცვლად მართლა არის რაღაც პოტენციალი, ზოგი მემარჯვენეა, ზოგი მემარცხენეა, ზოგი მწვანეა, ზოგი ყვითელია და მოულენ ისინი პოლიტიკაში და შედარებით ახალი მეთოდებით დაიწყებენ მართვას. ხო, აი ბიძინა ივანიშვილმა ამდენი ხანი რატო გაძლო ხელისუფლებაში? ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი არის, რომ მუდმივად ცulis ხოლმე კონტინგენტს, იმიტომ რომ იცის, რომ ლილუაშვილი რაც არ უნდა ერთგული იყოს ჩემი, ღარიბაშვილი რაც არ უნდა იყოს ერთგული იყოს ჩემი, მაინც სისტემას ახასიათებს ეს დაჭაობება. მოდი მოვიყვან ახალ, ესე იგი, ადამიანებს, რომლებიც თავზე ხელაღებულები არიან და ახალი ცოცხი კარგად გვის და ამიტომ ახერხებს აი ამ ძალაუფლებრივი ფორმულის განახლებას. მართალია უგერგილოთ, უხეიროთ, მაგრამ ახერხებს და ესენი მაგასაც ვერ ახერხებენ. ერთი და იგივე ხალხი და ერთი და იგივე იდეები, ხო? აი იმ დღეს უსმენდი იმას ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მორიგ ტირადას ციხიდან, რომ უნდა გადავიდეთ ელექტრონულ არჩევნებზე. კაცო, ხო თქვი ვარშავის ვალდებულებები, ხო თქვი ვარშავის ვალდებულებები თქვა, რომ ახლა ელექტრონული უნდა იყოსო სახელმწიფოც, ურთიერთობებიც, სიყვარულიცო და პარტიაცო.
და იმის მერე გავიდა 7 წელი. ეს პარტია ისევ იმ ადგილას დგას. ასე რომ აი ეს ოპოზიციის უნიჭობა ასე იგი აძლიერებს და ამარჯვებინებს ხოლმე ქართულ ოცნებას სამწუხაროდ და ვისაც უნდა ამ ოპოზიციის ჩანაცვლება, იმას არ აქვს რესურსები და ვართ აი ამ მოჯადოვებულ ჯაჭვში. ასე რომ კარგად უნდა დავფიქრეთ, ხო არ შეიძლება იქცეს ეს არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ერთგვარ ტრამპლინად იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც არ არიან წილნაყარი არც ქოცებთან, არც ნაცებთან და მათთან ერთად არც თანამდებობაზე. არის საკმარისი დრო, რომ ასეთი ჯგუფები არ ვიცი გამოიკვეთონ ჯერ საზოგადოებრივ ასპარეზზე, შემდეგ უკვე პოლიტიკური პარტიის ფორმა შეიძინონ და ამასობაში ამომრჩევლის ნდობაც მოიპოვონ. არის ამისთვის საკმარისი დრო? რა თქმა უნდა, უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, რომ პოლიტიკური პარტიები საქართველოში ყალიბდებოდეს ისე, როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში, 10 წლეულების განმავლობაში, სხვადასხვა სოციალური თემების და კონფლიქტების გზაჯვარედინზე, მაგრამ ეს ფუფუნება არ გვაქვს. ჩვენ ხო იცით, ხანდახან მნიშვნელოვანია ესე იგი საით მიდიხარ და არა ის მიხვალ თუ არა იმ მიზნამდე. პროცესი ხშირად უფრო სასიამოვნოა ვიდრე შედეგი. ასე რომ ხო არ გავჩერდებით და გულზე ხელს ხო არ დავიკრებთ და ხო არ შევეგუებდით, რომ ამოვწყდით. და აღარაფერი აღარ გვეშველება და ბელარუსი ვართ. ესე ვერ მოვიქცევით, ამიტომ რაღაც უნდა ვცადოთ, რაც შეგვიძლია. უბრალოდ კედელს თავი არ უნდა ურტყათ და უნდა შევეცადოთ ამ კედელს შემოუაროთ და ეს რამდენად გამოგვივა და როგორ ამას დრო გვაჭირდება. მადლობა ლევან გადაცემაში მონაწილეობისთვის. ლევან ლორთქიფანიძე, პოლიტოლოგი, კავკასიური სახლის თავმჯდომარე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. გეტყვით რომ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დავით დოიაშვილი გაუშვეს თანამდებობიდან. ის აღარ არის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ხელმძღვანელი. კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს ასე განმარტავს, რომ არაერთ გზის გაფრთხილების მიუხედავად მუსიკომედიის და დრამის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ ასრულებდა, ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო. ჩვენი კორესპონდენტი მერაბ პაპაშვილი იმყოფება ახლა თეატრთან, სადაც როგორც ვიცით, დავით დოიაშვილის საგულშემატკივროდ მისი კოლეგები არიან შეკრებილი. მერაბ თუ შეგიძლია გვითხრა, ვინ მოვიდა უკვე ამ ეტაპზე და რა განცხადებები გაკეთდა? ემა უკვე დაახლოებით რამდენიმე საათია მსახიობები მსჯელობენ რა უნდა იყოს მათი პასუხი იმ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რომელიც ეხებოდა დავით დოიაშვილის გათავისუფლებას ვასო აბაშიძის სახელობის თეატრიდან. მსახიობების ნაწილმა დატოვა უკვე შენობა, მათ შორის არის დათა თავაძე, რომელსაც გავესაუბრებით ახლა ეთერში. დათა, გამარჯობა, გითხარი პირველ რიგში, რა იყო თქვენი პირველი რეაქცია მას შემდეგ, რაც გაიგეთ ინფორმაცია, რომ გათავისუფლებული არის დავით დოიაშვილი და მეორეს მხრივ რაზე იმსჯელეთ ახლა დახურულ კარს მიღმა, რა უნდა იყოს თქვენი შემდგომი რეაქცია ამ ყველაფერზე? დასიმსჯელობს ამ წუთებში, ჩვენ ვერაფრით ვერ ვიტყვით დასის ნაცვლად, რა იქნება მათი შემდეგი ნაბიჯები, ისინი დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ, ჩვენ მათ მხარდასაჭერად მოვედით, აქვთ გავართ ძალიან ბევრი ადამიანი გარეთ, ის ხალხი, ვისაც უყვარს ეს თეატრი, ის ხალხი, ვინც არის ამ თეატრის მაყურებელი, უნდა იდგეს დღეს აქ ასევე, მე ვხედავ მაყურებელსაც, ვხედავ ჩვენს კოლეგებსაც, უნდა მოვიდეს აქ ყველა, ვისაც გული შეტკივა წარმატებულ თეატრალურ პროცესზე ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს თეატრი არის სიმბოლო წარმატებული თეატრალური პროცესის საქართველოში, იმიტომ რომ სახელმწიფო თეატრი, რომელსაც ასეთი სახელმწიფოებრივი პოზიცია ეჭირა ამდენი ხნის განმავლობაში და ამის გამო ისჯება ამ ხალხს ერევა ერთმანეთში ხელისუფლება და სახელმწიფო ძალიან ხშირად. ეს თეატრი სწორედ სახელმწიფოს და ხალხის მხარეს იდგა. ხალხი უნდა დღეს დადგეს ამ თეატრის დასაცავად, ანუ იმის დასაცავად, რისთვისაც იბრძვის ეს თეატრი. ჩვენ ერთად ვართ ამ ბრძოლაში და ეს ბრძოლა არის გამოხატვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და სამართლისთვის. თქვენ ალბათ ნახეთ კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული
განცხადება, რომელშიც დასახელებული იყო არგუმენტი, რომ დაფინანსებას იღებდა თეატრი, თუმცა არ ხდებოდა შემოქმედებითი საქმიანობა. ეს ამ არგუმენტზე ძალიან ვთხოვ კულტურის სამინისტროს თვალი გადაავლოს იმ თეატრებს, სად მიდის შემოქმედებითი საქმიანობა და სად არ მიდის და ერთადერთი ამ ქვეყანაში რაც ფასობს არის მარტო პარტიას უჭერ თუ არა მხარს დღესდღეობით და მეტი არაფერი, ამიტომ თავს ნუ მოვიტყუებთ. არ ჩამომათვლევინოს კულტურის ეგრეთ წოდებულმა სამინისტრომ დღევანდელმა არალეგიტიმურმა, რომელი თეატრი მუშაობს და რომელი თეატრი არ მუშაობს. აი ამ თეატრს ნამდვილად ვერავინ ვერ დააბრალებს არაფრის კეთებას. სრული უმრავლესობა სახელმწიფო თეატრებისგან განსხვავებით დღეს საქართველოში, რომელსაც ერთი წამი არ მოკითხა არავინ, რატო არ ქონდათ პრემიერა ძალიან დიდი ხნის მანძილზე, ან შემოქმედებითი პროცესი რატო არ მიმდინარეობს, იმიტომ რომ ბოდიშს ვიხდი და ესა რა ქვია, ჯიბეში უსხედან ამ იმას უზურპატორ ხელისუფლებას. მადლობა, ეს იყო დათა თავაძე, რეჟისორი. მე განახებთ ადგილზე არსებულ ვითარებას, აქ ძალიან ბევრი მსახიობია მოსული. ფაქტობრივად აქ ყოფნა მათი ეს არის ერთგვარად სოლიდარობის გამოცხადება დავით დოიაშვილის მიმართ. ყველა მათგანს, ვისაც ჩვენ დღეს ვესაუბრეთ, ამბობს, რომ დავით დოიაშვილის გავშვება ეს არის მათი შეფასებით პოლიტიკური რეპრესიების მორიგი ტალღის დაწყება, ამჯერად უკვე ხელოვანების წინააღმდეგ და ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე, რას აპირებენ უახლოეს პერიოდში, ამბობენ, რომ ბრძოლის ფაქტობრივად ახალი ეტაპი იწყება და რომ დარჩებიან ერთმანეთის გვერდით. ძალიან ბევრი მსახიობი არის ადგილზე, ახალგაზრდა დამწყები მსახიობი, რეჟისორი თუ ასე შემდეგ. ყველა ამ სულისკვეთებას იზიარებს. ჩვენ რაც გვაინტერესებს არის ის, რაზე შეთანხმდება დასი, როგორც დათა თავაძემ აღნიშნა, დასი ამ წუთებში მსჯელობს ვასუ აბაშიძის სახელობის თეატრში, მათ საპასუხო ნაბიჯზე, რა იქნება, რა ფორმა იქნება და ასე შემდეგ. ამას გავიგებთ დიდი ალბათობით უახლოეს წუთებში, მას შემდეგ რაც დასრულდება ეს შეხვედრა, თუმცა იქამდე ბრძოლის გაგრძელების მზაობას და პირობას დებენ მსახიობები, ვინც უკვე დატოვა შენობა, თუმცა უფრო მეტ დეტალს გავიგებთ რამდენიმე წუთში და ბოლოს გეტყვით კიდევ ერთხელ იმ მთავარი არგუმენტის შესახებ, რომელიც აქვს ამ დრომდე კულტურის სამინისტროს, უწყება ამბობს, რომ თეატრი იღებდა სახელმწიფო დაფინანსებას, თუმცა არ ეწეოდა შემოქმედებით საქმიანობას. მაყურებელს აქვს ინფორმაცია, რომ მას შემდეგ რაც რამდენიმე თვის წინ დააკავეს ამ თეატრის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, პროტესტის ნიშნად დასმა შეწყვიტა სცენაზე გამოსვლა და როგორც ჩანს ეს გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ კულტურის სამინისტროს გაეშვა დავით დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან. მოკლედ ჩვენ ცხადია ვრჩებით ადგილზე და ველოდებით დასის წევრების გარეთ გამოსვლას და ცხადია მათ კომენტარებს და შეფასებებს შემოგთავაზებთ პირდაპირ ეთერში. მადლობა, მერა პაპაშვილს უსმენდით, რომელიც ახლა იმყოფება ვასუ აბაშიძის მუსიკალური მუსკომედიის თეატრის მიმდებარედ, სადაც მსახიობები არიან შეკრებილი და არ მხოლოდ მსახიობები, დავით დოიაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილები. რეკლამის შემდეგ ისევ დაგიბრუნდებით სტუმრებთან ერთად პირდაპირ ეთერში. მაშასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. დღეს ნიკა გვარამიას პარლამენტის დროების საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო ბრალდება წარუდგენეს. ცოტა ხნის წინ კი სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ზურაბ ჯაფარიძისთვის იგივე ბრალდებით 20,000 ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე. შესაძლებელია თუ არა კიდევ გაიზარდოს პოლიტიკურ პირთა წრე, ვის წინააღმდეგაც სამართლებრივი პროცესი, ასე ვთქვათ, გაგრძელდება სწორედ ამ საგამოძიებო კომისიაში არ მონაწილეობის გამო და ვინ შეიძლება კიდევ ოპოზიციური ფლანგიდან დაბარების შემთხვევაში მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც მიიღო მაგალითად გიორგი გახარიამ. ამ და სხვა თემებზე ვისაუბრებთ ჩვენი გადაცემის სტუმრებთან ერთად. წარმოგიდგენთ ვლანა გალდავას, ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ნინო კვიტაიშვილს, კოალიციას ცვლილებებს ერთ-ერთი ლიდერი და ცოტნე კვაბერიძეს თბილისის საკრებულოს წევრი. პარტია აღარ მაქვს. პარტია აღარ აქვს. თავისუფალი პოლიტიკოსი. პირველ რიგში რა თქმა უნდა მინდა დავიწყო დღეს ყველაზე აქტუალური თემით.
თქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არც ბევრს გაუკვირდა ყოველ შემთხვევაში დღევანდელ headline-ებში სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომ აი გახარია თავისი პარტიით ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება. მე სიმართლე გითხრათ, მქონდა ამის მოლოდინი, ისე როგორც მქონდა მოლოდინი, რომ საგამოძიებო კომისიაშიც მიიღებდა მონაწილეობას და მეტიც მაქვს მოლოდინი, რომ რაღაცა ეტაპზე თუ კი ეს დაჭირდა, საპარლამენტო მანდატებსაც საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს. როგორ ეს არ ვიცი, შეიძლება საგანი შეიძლება იყოს, მაგრამ გამოიყენებს. ნინო, თქვენგან დავიწყებ. რას ფიქრობთ აი კიდე ვინ შეიძლება მიიღოს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, იმიტომ რომ დაჟინებით თქვენი პოლიტიკური ლიდერები, თქვენი კოალიციის პოლიტიკური ლიდერები გვიმტკიცებენ, რომ არიან პარტიები, ვინც ფიქრობს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე. გახარიას გარდა კიდევ არიან ასეთი პოლიტიკური ძალები? მოგესალმები მაყურებელს, მოგესალმებით თქვენ. ვერ ვიტყოდი რომ დაჟინებით რამეს ვამტკიცებ, ჩვენ შეგვიძლია ვარაუდებზე ვისაუბროთ კონკრეტული პოლიტიკური აქტორების ქცევის უკვე ასე ვთქვათ გარკვეული განხორციელებული ქცევის მათი აქტივობების მიხედვით გაგვიჩნდეს გარკვეული მოლოდინები, ხო? მაგრამ აქ მნიშვნელოვანია რა მოლოდინი და რა აქტორის, ხო? ანუ მრავლობის აქტორების, ანუ ზოგადად, რომ რა თქმა უნდა ოპოზიციური სპექტრი ამ შემთხვევაში მრავალფეროვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ პროცესში არის ის რა მოლოდინები გააჩნია საზოგადოებას, რომელიც ახლა ტელეეკრანებთან ზის და გვიყურებს, დგას აქციაზე, ან ამ წუთებში მაგალითად თეატრში აპროტესტებს დოის გათავისუფლებას, ანუ აი ამ ხალხს რა მოლოდინები აქვს და რა არის აქ მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკაში ამ წლების განმავლობაში რაც მე ვნახე, ეს არის ნდობა პოლიტიკის მიმართ, პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების მიმართ. თუ რამე ამ პროცესში შეილახა უპირველეს ყოვლისა ნდობა კონკრეტული პოლიტიკური აქტორის მიმართ, ხო? აი რაც თქვენ ბრძანეთ, ის რომ დადებული პირობა პრეზიდენტთან სხვა პარტიების წინაშე იქნა დარღვეული და გახარია გამოცხადდა. ადრე იქნა დადებული, მაშინ ვერავის წარმოედგინა, რომ პოლიტიკურ ლიდერებს დაიბარებდნენ და თამარ ჩერგოლეიშვილი საუბრობდა. ვითარება შეიძლება რაღაცა იცვლებოდეს და პოლიტიკოსი ან პარტია გადაწყობას ახერხებდეს, მაგრამ როდესაც რაღაცას ცვლი პოლიტიკაში, კონკრეტულ გადაწყვეტილებას ცვლის, სხვა აქტორები, რომლებთანაც იყავი რამეზე შეთანხმებული, მინიმუმ საქმის კურსში უნდა იყვნენ და საზოგადოებაც უნდა იყოს იმ მოლოდინის წინაშე, რეალურად ის უნდა ფლობდეს ინფორმაციას შეერანაბიჯების განხორციელებას. აპირებ, იმიტომ რომ ის მოლოდინი, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა, რომ არც ერთი პროდასავლური პარტია აი ამ რაღაც მასკარადში თეატრულუკიანთან არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან არ ჩაერთვებოდა, ეს მოლოდინი უნდა გაამართლა, ხო? ჩვენ მივიღეთ სანაცვლოდ ის, რომ პარლამენტი, რომელსაც ვუწოდებთ მთელი ოპოზიციური სპექტრი არალეგიტიმურს და ის არის ჭეშმარიტად არალეგიტიმური, არა მარტო საქართველოს მოსახლეობა ამაზე შეთანხმებული, არამედ ასე ვთქვათ, გარე აქტორებიც ამაზევე არიან, ხო, შეთანხმებული არჩევნებში მონაწილეობა, არა თუ მონაწილეობა, საუბარი შესაძლო მონაწილეობაზე არის ამ ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მიცემა ამას და ჩვენის ღმერთწმენით ეს არის ვინ არის კიდევ გახარიას გარდა, ანუ ლელო არის მათ შორის, ვისაც თქვენ ამის შესახებ ლელომ უნდა გააკეთოს განცხადება. თქვენ ვის გულისხმობთ თქვენ, იმიტომ რომ ნიკა მელიამ გუშინდელ ინტერვიუში რამდენჯერმე ახსენა, ამიტომ გეკითხებით თქვენ ასე დაჟინებით, ანუ ვინ 4 პოლიტიკური ძალა ხართ სულ იქ ხომ? ბარიერა გადალახულს გულისხმობთ თქვენ? კატეგორიულად გამორიცხავთ. გახარიას პოზიცია, გასაგებია, რჩება ნაციონალური მოძრაობა და რჩება ლელო. ნაციონალური მოძრაობის პოზიციაც ვიცით, ხო, გაცხადებულია. ანუ გამოდის რომ თუ აქტორებს გულისხმობთ მრავლობიჩი და არსებობს პოლიტიკური პარტიებიო ხაზგასმით აღნიშნა, გულისხმობთ თუ არა ლელოს ამ შემთხვევაში. ნახეთ, თუ არა, მაშინ აქვე დავასრულოთ, დავუსვათ წერტილი ამ საკითხს. მე დღემდე მკაფიო და ხაზგასმული პოზიცია თავად ლელოსგან არ მომისმენია, მაგრამ ჩვენ ვიცით რა არის ჩვენი შეთანხმების საგანი, ეს არის ის ერთობა, რამიზნის ირგვლივაც ვართ გაერთიანებული. ეს არის რომ არ აღიარება არალეგიტიმური ხელისუფლების ახალი არჩევნები, ახალი წესებით, დემოკრატიული პრინციპების დაცვით და მხოლოდ ამ შემთხვევაში უკვე სხვა დანარჩეს, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრების თავისუფლება. ამიტომ კაფიო პოზიციას ალბათ თავად ლელოსგან მოვისმენთ. კი ბატონო, მოგესალმებით, ანუ რადგან დღემდე ვერ მოусმენიათ თქვენგან მკაფიო პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ აქვს ეჭვებს არსებობის გარკვეული უფლება.
აი, როდის დადგება ის მომენტი, როდესაც ისე მკაფიოდ, ასე ვთქვათ, დააფიქსირებთ თქვენს პოზიციას, რომ თქვენს კოლეგა ოპოზიციონერებს ეჭვის, ასე ვთქვათ, იოტის ოდენა მიზეზსაც აღარ დაუტოვებთ. მოგესალმებით და მივესალმებით ტელემაყურებელს. პირველ რიგში ცხადია ვიტყვი იმას, რომ მე დღეს თუ განვაცხადე, რომ არ მივიღებ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, ეს ნიშნავს იმას, რომ მე დღეს ვაცხადებ ოქტომბრამდე დამარცხებას. რადგანაც აბსოლუტურად არარელევანტური არჩევნებამდე თვითმმართველობის არჩევნებამდე 6 თვით ადრე ამ საკითხზე საუბარი, როდესაც ეს არის აბსოლუტურად ქართული ოცნების წისქვილზე წყლის დასხმა, მაშინ როდესაც ყველანი ვთანხმდებით ყველა ფორმატში, რომ ორი მთავარი საზრუნავი გვაქვს და ორი მთავარი მოთხოვნა და სხვა არც ერთი საკითხი არ შემოგვაქვს დღის წესრიგში, ეს არის პოლიტიკურ პარტიების გათავისუფლება, ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. რაც შეეხება უშუალოდ თვითმმართველობის არჩევნებს. რა დროს თვითმმართველობის არჩევნებზეა საუბარი, როდესაც ყველა პარტიის და ყველა კოალიციის ლიდერები არიან პოლიტიკური დევნის სუბიექტები. როდესაც ჩვენი კოალიციის პარტიის ორი დამფუძნებელი არის გირაოს ქვეშ და მათ თავზე არის დამოკლეს מחვილივით დაკიდებული სასჯელი. მაშინ როდესაც გემუქრებიან პოლიტიკური პარტიების აკრძალვად, მაშინ როდესაც დღეს მაგალითად მიიღეს კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების ზოგადად გრანტების მიმართულებით და ეს რაღაც დრაკონული კანონები მიიღება. პოლიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს საკითხი შესაძლებელია გახდეს ხელისუფლებასთან ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ზოგადად ვაჭრობის და ჭორიკნობის თემაა, როდესაც საკითხი დღის წესრიგში არ დგას და ეს საკითხი შემოგაქვს დღის წესრიგში. ამ საკითხის შემოტანა და პედალირება უკვე ნიშნავს იმას, რომ შენ სხვა დღის წესრიგზე გადაყავს ყველაფერი და გიდასტურებთ. ვართ კი სხვადასხვა პარტია, სხვადასხვა პოლიტიკური იდენტობით, აბსოლუტურად პარტიული იდენტობით, მაგრამ რა გვაერთიანებს? გვაერთიანებს ის, რომ პირველ რიგში მიგვაჩნია, რომ არალეგიტიმური არის ქართული ოცნების ხელისუფლება, რატომ არალეგიტიმური? იმიტომ რომ თვითონ ეროვნული არჩევნები, ანუ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ყველანაირი დარღვევით, იყოს კრიმინალური სპეცოპერაცია ქართული ხალხის ხმების მისატაცებლად. აქედან გამომდინარე, რადგანაც არალეგიტიმურია ხელისუფლება, არალეგიტიმურია პარლამენტი, არაქმედუნარიანია მათ მიერ შექმნილი კომისიაც, არაქმედუნარიანია საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით, ამიტომ მქონდა შეთანხმება, რომ არავინ არ მისულიყო ამ კომისიაზე. ჩვენ შეთანხმებას ყოველთვის აბსოლუტურად ვიცავთ. ჩვენ თუ ადამიანს ხელს ჩამოვართმევთ და ვეუბნებით ჩვენს პირობას, მაგრამ ამას შექმნა პოლიტიკური ან თქვენ ამბობთ, რომ აპოლიტიკურ პროცესშიო ამ თემის შემოტანაო ახლა აბსოლუტურად უადგილო და მხოლოდ უადგილოა და ამას სახელისუფლებო პოლიტიკური პროცესი სახელისუფლებო მედიის ყოველდღიურად ყვება მოიტანოს ახალი არჩევნები და პატიმრების კოალიციის ლიდერმა დღეს ეს თქვა, რომელიმე კოალიციის ლიდერმა დღეს ეს კოალიციის ლიდერებმა უნდა ილაპარაკონ პოლიტიკურ დღის წესრიგზე. კოალიციის ლიდერებმა უნდა ილაპარაკონ იმაზე, რომ შეიქმნას პოლიტიკური ალტერნატიული ცენტრი. პოლიტიკა უნდა ხდებოდეს პოლიტიკოსების მიერ მგვალი მაგიდის გარშემო და არა სტატუსების წერის, ჩემი სტატუსების განხილვით და პოლიტიკოსების მოსმენით კონკრეტულ გადაცემაში რას იტყვიან. მაგიდის გარშემო და ამიტომ გამოვედით ინიციატივად არჩევნების შემდეგ და განვაცხადეთ, რომ უნდა შეიქმნას ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი. დანარჩენი ყველაფერი, ემა ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ყველაფერი არის ჭორაობა. თუ ეს ერთიანობა ჩვენ რო არ გაყალბებულიყო არჩევნები და რომ შევსულიყავით პარლამენტში, ჩვენ ხომ უნდა დაგვეკომპლექტებინა კოალიციური ხელისუფლება. აი ეხლა თუ ვერ ანახე ერთობა, ეხლა თუ ნახე შენში ძალა იმისა, რომ შეგიძლია დაჯდე ისაუბრო და თან არის საუბრო მედიით და არის საუბრო მხოლოდ სტატუსებით, მაშინ ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკურად არ ხარ მომწიფებული ადამიანი. ჭორაობაა ეს ყველაფერი. მიიღეთ ლანასგან ვრცლად ისაუბრა, მიიღეთ დამაჯერებელი პასუხი თუ ისევ გაქვთ კითხვის ნიშანი ლელოსთან დაკავშირებით. ვერ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ 6 თვე დარჩენილი და დღის წესრიგში შემოტან პირიქით ის, რომ დღის წესრიგში მკაფიო და არ აკეთებ განაცხადს იმაზე, რომ თუ არ აღწევ თავარს, რაც არის ამ საზოგადოების მთელი ქვეყნის უმრავლესობის მოსახლეობის აქტივისტების თუ პოლიტპატიმრების მოთხოვნა. ისინი პირდაპირ კითხულობენ, შედიხართ ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან, იგივე თამაშის წესებით, იმავე CSKOT-ი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მათი პატიმრობის ფონზე ამასთანავე გვეკითხე
ოჯახები ან ეს ადამიანები შედიხართ ამ პროცესში, ანუ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში და პასუხი ჩემთვის მაგალითად მნიშვნელოვანია იყოს მკაფიო. და ერთსაც დავაზუსტებ, მე და ცოტნე ვართ საკრებულოს წევრები. ჩვენ დაახლოებით 1 წელია, ხო, ცოტნე რაც ბოიკოტში ვართ. ჩვენ არ ვესწრებით საკრებულოს ხდომებს და განა რა ისეთი მოცემულობა დგება ახლა, რომ ხელახლა შედიხარ იმავე არჩევნებში, ისევ საკრებულოში და მე თავიდან იწყებ ბოიკოტს, ანუ ნახეთ, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ლელო განიხილავს ადგილობრივ არჩევნებში. მე ჩემს საკუთარ პოზიციას ვამბობ აღნიშნულთან დაკავშირებით და კოალიციის პოზიციას. ისევ ლელო საუბრობს იმაზე, რომ აუცილებელი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნა და დისკუსია და მსჯელობა მრავალი მაგიდis მიზნის მიღწევა და მხოლოდ შემდეგ შეიძლება ნებისმიერი სხვა საკითხის დაკენება. ცოტნეს მოსაზრება მაინტერესებს. ცოტნე ახლა ჩვენ დატოვე პოლიტიკური პარტია და შესაბამისად უფრო მეტი თავისუფლება გაქვს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას. აი როგორ ფიქრობ, საით მიდის ეს მსჯელობები ამ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით? აი რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კი ანუ სალომე ზურაბიშვილის ფორმატში მონაწილე 4 პოლიტიკური ძალიდან 2 მიიღებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, 2 ბოლომდე დარჩება საკუთარი პოზიციის ერთგული. მივიღებთ თუ არა, როგორც ლევან ლორთქიფანიძემ თქვა, ნაწილნად სანახევრო ბოიკოტს და ზოგადად ეს ასე ვთქვათ, რა განწყობებს შექმნის იმ ხალხში, ვინც უკვე მე-7 თვეა უწყვეტ პროტესტში მონაწილეობს. ზოგადად მარგინალიზაციას შექმნის ნებისმიერ ვარიანტში ისეთი ნაწილი, როცა ოპოზიციის რაღაც ნაწილი რამე პროცესში იქნება და რამეში არა. ხელისუფლება იმას რომელიმეს მეტად მარგინალიზაციისთვის გამოიყენებს, თქვა ბოიკოტი, რომელიც ბოიკოტადაც არივარგებს, სანახევროდ იქნება, თქვა ვინც ბოიკოტში იქნება, შესაბამისად მას პარტიული სტრუქტურის შენარჩუნება გაუჭირდება და ქართულ ცნობას შეიძლება თქვას, რომ ისედაც მე დაკვირდი თქვა ნაციონალური მოძრაობისა და მასთან აფილირებული ყოფილი ლიდერების და იმის გაუქმებას და თქვა მათ საკუთარი ფორმით ქნეს ეს, მაგალითად შეიძლება ეს მესიჯი შემოვიდეს. ჯამში რაც არ უნდა იყოს რთული ამბავი ხა გახარიაზეც გინდა ისე ისაუბრე, გინდა ასე ისაუბრე, თქვა მთელი პერიოდის არჩევნას ქოციას ვიძახდით. მე აღმოაჩერე რომ დგება შედეგები, როცა მისი ხმები შენც გჭირდება რომ დააკომპლექტო ხელისუფლება. მე გიწევს მისი გათვალისწინება, მე ისე მასზე გაბრაზება რომ თურმე ესეთი ყოფილა და ისეთი არ, მაგრამ ყველა ვიცით, ხო ხა რა მნიშვნელობაა გახარია მივიდოდა თუ არა პარლამენტში, რომლის წევრიც არის. ხო შესაბამისად არის მისი წევრი და რამდენ ხანს უნდა მიკვირდეს გახარიასთან მიმართებაში პარლამენტის მისი დამოკიდებულება. მისი წევრი არის ეს ადამიანი. რატო დაესწარი თქო მე ცოტნე თვითონ გაოცებული ყავ. ამის ხმა არ მგონია, თითქოს საოცრება. არ გაკვირობია მისი მონაწილეობა. არგუმენტები რამდენად მისაღები იყო, რომ აი მაგალითად დავასრულე, ჩემი იქ მისვლით მე ყველას მისი ამბიცია არის ხალხო მოსვლის რომ გახარია არ გამოიყურებოდა ისე კარგად რომ მაგის გამო ესე თამამად ამბობდეს რომ იქ რამე დაასრულა. არის ადამიანი მომისვლის რომ სულ არ აინტერესებს პარლამენტში ვინ არ მიდოდა, ოღონდ მეწულუკიანს დალაპარაკებოდა ეგრე როგორც ეგ დალაპარაკებოდა ვიღაცებს მოწოდა. ყოველ შემთხვევაში მე უნდა მიმეღო იმდენი ხმა, რომ საერთოდ გახარიას პოზიცია ჩემთან მიმართებაში არავის არ აინტერესებდეს, რომ ოპოზიცია თქვა გახარიას გარეშეც ყოფილიყო იმ ხელა უპირატესობაში, რომ მას რა პოზიცია ექნება თვითმმართველობასთან დაკავშირებით, არაფერს არც ვიდრეს. ხო იმის გამო რომ გახარიას არ მივიღეთ თქვა ცოტა ხმა და მისმა მონაწილეობამაც კი საკრებულოს არჩევნებზე შეიძლება აღარ დახატოს ის სურათი, რომ მარტო ქოცები არიან. ეს გახდა ახლა თავარი პრობლემა და ამას კი ჭირდება მსჯელობა. კიდევ ჩემთვის თავარი პრობლემა სამდვილში ის არის, რომ მოსახლეობა შენ გამოსავლად არჩევნებსაც თუ დაუსახავ, იმასთან მიმართებაში უნდა გეტყობოდეს, იმდენად ძლიერდები და იმდენად ახლა ამ მუშაობაში ხარ ჩართული და გარკვეული ეს რომ შენ მოსაგებად გადიხარ, ან ეს უნდა უთხრა რომ მარჩენეს რაიმეფორით აზრი ქონდეს, ან თუ ბოიკოტში ხარ, იმგვარი ტიპის ბოიკოტში ხარ, რომ ამ ბოიკოტის განმავლობაში მოქალაქეები გრძნობენ, რომ ქართული ოცნება სუსტდება და მაგალითად სუსტდება. ანუ რომელი ნაბიჯს არ უნდა ირჩიო, აქ უნდა გეტყობოდეს მეტი ქმედება. მათ შორის ახალ არჩევნებთან მიმართებაში იგივენაირი კითხვა რა თქვა, შენ გადიხარ საკრებულოზე არალეგიტიმური ხელისუფლების მოცემულ არჩევნებზე, იგივენაირი კითხვა შემოვა, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების დანიშნულ ახალ არჩევნებზე გადიხარ? რატო გადიხარ, ხო? ან თუ არ გადიხარ ორჩები, რაში მშველი სექშენი ბოიკოტი, თქვა მეც რომ ცოტნე კობერიძე თქვა ამეხან რომ საკრებულოს წევრი ისედაც არ ვარ, აი ისედაც ბოიკოტშია თქვა საკრებულო და ქართულ ოცნება მიიღებს მაგხილად დისკომფორტ საკრებულოში ვინმეს შესვლა არ შესვლა, საერთოდ იტყობს რომ ქართული ოცნებას ეგ ადარებს იმის ფონზე რომ იღებს დისკომფორტს იმით რაც ხდება, აი არ ვიცი, ის პოლიტიკური პროცესი, რომელსაც
გეგმის ოპოზიცია, საპროტესტო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ქვეყნის შიგნით, ზეწოლა საერთაშორისო თანამეგობრობისგან, რაც გვაქვს ამ ეტაპზე შედეგის სახით, ეხლა იღებს ამხელა დისკომფორტს ქართული ოცნება? აი არის დათმობებზე წამსვლელი, უგულავას პოსტი მახსენდება, სადაც თქვა რომ იქნება რაღაცაზე წამოვიყვანოთ, იმდენად უნდათ ქართულ ოცნებაში ოპოზიციის მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში. იქნებ დავათმობინოთ პლებისციტი არჩევნებში, ახალ არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მათ შორის სააკაშვილის და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, შესაძლებელი უფრო მეტი წნეხი ქონოდა, რომ არ იყოს ესეთი ამორფული სიტუაცია. ეგ აზრიც ხო, რომ იყოს გამოწრთობილი რაღაც ბერად მტკიცე, თქვათ, და არა უგულავას პოსტებით არ ხდებოდეს. თქო, ხა უგულავას პოსტით ხო ვერ განსაზღვრავ, ეს მისი პოსტი, ნაციონალურ მოძრაობის პოზიცია არის, ოპოზიციის პოზიცია არის თუ ვისი პოზიცია. როგორც არჩევნებში შესვლის ნაწილზეც, ვინც არ უნდა დაპოსტოს, ის პოსტი ხო არ განაპირობებს ოპოზიციამ. სიამდვილეში აქეთ ამ ხარისთან რამე სავაჭროთ, რომ ვინმე შემოვიდეს, ეგეც რომ მოხდეს, ისიც დაბალი შანსი. აქეთაც ნაწილს უნდა გქონდეს რაღაცა ძალა და რაღაც კონკრეტული პრეტენზიები დაფილტრული, რომელსაც აი ეს არის, სადაც შეიძლება მე მოლაპარაკებები შედგეს. თუ არ არის ამორფული სიტუაცია. ამორფული სიტუაცია, როგორი ტიპის არჩევნამდე მივა, კაცმა არ იცის. ჩვენ გვახსოვს წინარე არჩევნები, რომელთა მიმართებაშიც იყო ბოიკოტი და საკრებულოს არჩევნები, რომელიც გამოყენებული იქნა ამ ბოიკოტის დასრულებისთვის და ლეგიტიმაციისთვის. მე მასში გვახსოვს, რომ პოლიტპატიმრება მოიმატა და მე მათი გამოშვება გახდა მიზანი იმ არჩევნების ბოლოს რაც მიიღო. მოდი, ვიდრე შემდეგი შეკითხვით გადმოვალ თქვენთან, გადავინაცვლოთ ისევ ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის მიმდებარედ, სადაც მსახიობები დავით ოიაშვილის გულშემატკივრები არიან შეკრებილები და მას მხარდაჭერას უცხადებენ პოლიტიკური რეპრესიები, სწორედ ეს შეფასებები ისმის ძირითადად კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლითაც დავით ოიაშვილი ამ თეატრის ხელმძღვანელის პოზიციიდან გათავისუფლდა. მერაბ პაპაშვილი გვერდდება ბოლო ცნობებით, მერაბ თუ შეგიძლია გითხრა, მიიღეს თუ არა უკვე ერთობლივი გადაწყვეტილება თეატრში შეკრებილმა დავით ოიაშვილის კოლეგებმა, როგორი იქნება მათი შემდგომი საპროტესტო ნაბიჯები. ემა ჩვენ ამ დრომდე ველოდებით დღევანდელი შეხვედრის დასრულებას, რის შემდეგაც ალბათ ცნობილი გახდება ერთგვარად გეგმა, გეგმის მონახაზი, როგორ უპასუხებენ არტისტები დავით დოიაშვილის გათავისუფლებას. ახლა ვასო აბაშიძის სახელობის თეატრთან არის ძალიან ბევრი მოქალაქე მოსული, მსახიობები, არტისტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დოიაშვილის გათავისუფლება ეს არის პოლიტიკური რეპრესიების ახალი ეტაპის დაწყება. ჩემს გვერდით ახლა არის ნანა ბუთხოზი, მსახიობი, მოგესალმებით. ჩვენ ვისაუბრეთ შესვლამდე და ძალიან გაბრაზებული იყავით, ასე მომეჩვენა ყოველ შემთხვევაში. აი პირველი რეაქცია რა იყო, როცა გაიგეთ, რომ დავით დოიაშვილი არის გათავისუფლებული და მეორეს მხრივ რას მიაწერთ ამ ყველაფერს? გაბედეს, რომ კიდევ ერთხელ შეგხვებოდნენ. ბევრჯერ შეგვეხნენ და კიდევ გაბედეს, ხო და აი ახლა რა ვიცი, აი ნახოთ რა დიდ ხაფანგში ხართ მეგობრებო. და ვერ ეღირსებით ვერასდროს მშვიდ ძილს და ცხოვრებას. ამას გპირდებათ ქვეყანა. აი ვიცი, თუ კი რამის გწამთან გჯერათ, აი აღდგომა ახლოვდება და კარგად ილოცეთ მეგობრებო, რომ გადარჩეთ. იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი უსამართლობაა, მე რამდენი წელია უკვე. და მე მგონი რომ დიდი ხაფანგია ეს თქვენთვის, ლაბირინთში ხართ რაღაც ისეთში. საიდანაც ვერ გამოდიხართ რა, გამოსავალს ვერ პოულობთ და ხან რას ეძგერებით, ხან რას და ყველაზე წარმატებულ ადამიანებს, ყველაზე უდანაშაულო ადამიანებს, ყველაზე ერთგულებს, ყველაზე წესიერებს, ყველაზე პატიოსნებს ჩირკს ხო ცხებთ და ყველა ცნება ხო დაარღვიეთ აბსოლუტურად. ვითომ მართმადიდებელო ბარაბას მიმდევრებო თქვენ. ჯვარი ხო დაგვასეთ იქ პარლამენტის წინ. ხო და ეგ ჯვარი კარგად დაიმახსოვრეთ. ჩვენ ბოლო თვეებში ვხედავთ საპროტესტო მოძრაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა ალბათ დამეთანხმებით დღევანდელი დღის შემდეგ კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება. რა უნდა იყოს
მსახიობების და მთელი საზოგადოების პასუხი ამ ყველაფერზე როგორ ფიქრობთ? ეს თავდასხმა არ არის მხოლოდ მსახიობებზე, ეს თავდასხმა არ არის მხოლოდ დოიზე, არ არის მხოლოდ ანდრო და ის უდანაშაულო ახალგაზრდები და ასე შემდეგ და არ არის მარტო ჩვენ, ეს არის ქვეყანა. ჩვენ სამშობლოს ესხმიან თავს ამით. იმიტომ რომ მათ გონიათ, რომ ეს ქვეყანა არის საროსკიპო და ვერ მოგართმევთ ბატონებო, ვერ. 20 წლის, 19 წლის პატარა გოგო ბიჭებს თავყბარო დაალეწეთ და ასისხლიანეთ, ამორალურო, ტერორისტებო, არაადამიანებო, მოძალადეებო, ცილის მწამებლებო, მკვლელებო. თქვენ ეხლა გინდათ რომ რაიმე ადამიანურს ენაზე როგორ უნდა ველაპარაკო საერთოდ ამათ არ ვიცი და კიდე რაღაც საპარლამენტო რაღაც უბედურება რომ მოაწყეს იქ ვითომ გამოძიებებით რო არიან დაკავებულები ეს არა ადამიანები აი რომ დაალეწეთ ადამიანებს თავყბა აი მე მიკვირს მთელი საქართველოს ფეხზე როგორ არ დადგა და მარტო რუსთაველი რატო გაივსო და რატო ყველა ფეხზე არ დადგა მაშინ და არა უშავს მალე დადგება ყველა ფეხზე, იმიტომ რომ ყველას შეეხება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს მარტო ჩვენი პრობლემა არ არის რა, ეს არის ქვეყნის პრობლემა, ეს არის ჩვენი სამშობლოს პრობლემა და დიდი ხანია მე ამას ვამბობ. ხო, სანამ გონს არ მოვალ და ყველა ფეხზე არ დადგება. იქამდე არ ვიცი. ხო, ესენი უნდა დასრულდნენ, სამარადჟამოთ უნდა დასრულდნენ. და დასრულდებით. მადლობა, ეს იყო მსახიობი ნანა ბუთხუზი, ის საუბრობდა დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე, საკმაოდ ემოციური სიტყვა ჰქონდა მას. კიდევ ერთი მსახიობი, გიგა, გამარჯობა. თუ შეიძლება დაგისვამთ რამდენიმე კითხვას, პირველი რეაქცია რა იყო მას შემდეგ, რაც გაიგეთ, რომ დავით დოიაშვილი არის გათავისუფლებული. თავად საინტერესო იქნება რა სიტყვის ის, თუმცა აი კოლექტივის მსახიობების შეფასება როგორია ამ ყველაფრის შემდეგ. პირველი რეაქცია იყო ცხადია ის, რომ გაბრაზება, ხო? და ის, რომ არ ველოდებოდით არავინ ახლა, რომ ამას გააკეთებდა რეჟიმი, თუმცა რო გითხრათ, დიდად მოულოდნელი იყო, ნამდვილად არა. დანარჩენს რაც შეეხება რეჟიმი იბრძვის იმისთვის, რომ ის ერთადერთი კერა, რომელიც არის დარჩენილი პროტესტის კერას გულისხმობ, ისიც ჩაახშოს და იბრძვის იმისთვის, რომ აი ეს ბანერი, რაც არის ამ თეატრთან ჩამოკიდებული, ეს ბანერი ჩამოგხსნას. თუმცა არ გამოუვა, რა თქმა უნდა. დავით დოიაშვილი არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი კარიერა დადო სასწორზე ერთი ადამიანის გამო, ანდრო ჭიჭინაძის გამო. მე ესეთ ადამიანებს ვცემ პატივს. ხო. დანარჩენს არ ვიცით, რო გვიჩვენებს, ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, დოის გააკეთებს განცხადებას, ვსჯელობთ ამაზე, რა როგორ იქნება. ეს იყო გიგა დაათიაშვილი, რომელიც საუბრობდა იმ პროტესტზე, რომელიც აგერ უკვე რამდენიმე თვეა დაწყებულია, თუმცა დღევანდელი დღის შემდეგ ის შესაძლოა მან სულ სხვა ფორმები მიიღოს. მოდი ახლა ვნახოთ რა ხდება ვასო აბაშიძის თეატრის შენობის წინა მხარეს, სადაც უამრავი მოქალაქე მოვიდა, მას შემდეგ რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა. რამდენიმე წუთის წინ ამ აქციას შემოერთდა ის მარში, რომელიც როგორც წესი იძვრება ხოლმე ყოველ დღე პირველი არხის შენობიდან და სრულდება პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და გზად ამ მარშმა გამოიარა აქ, სოლიდარობა გამოუცხადებს არტისტებს და მათაც მსგავსად მსახიობებისა თქვეს, რომ ბრძოლა გაგრძელდება, სანამ მათი მთავარი მოთხოვნები მიღწეული არ იქნება. სხვათა შორის ამ შენობის თავზე გამოკრული არის ანდრო ჭიჭინაძის დიდი ბანერი, წარწერით თავისუფლება ანდროს და როგორც დოიაშვილის გათავისუფლებას, ასევე ძალიან ბევრი ადამიანის ციხეში ყოფნას მოქალაქეები, მსახიობები აფასებენ როგორც დიდ რეპრესიულ პოლიტიკას, თუმცა ყველა მათგანი დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში ამ ბრძოლის ბოლოს იქნება მათი გამარჯვება. ჩვენ ახლა ველოდებით დავით დოიაშვილის გამოსვლას, მის გამოჩენას და პირველ კომენტარს, ალბათ ამის შემდეგ გავიგებთ თავად დოიაშვილი როგორ უყურებს მის გათავისუფლებას და მეორეც მხრივ გავიგებთ როგორ იქნება ამ ყველაფერზე თავად სამსახიობო კოლექტივის პასუხი.
მადლობა, მერაბ პაპაშვილი საუბრობდა და ასევე მოგვასმენინა დავით ოიაშვილის კოლეგების შეფასებები და პოზიცია. ვუბრუნდებით ჩემს სტუმრებს სტუდიაში. ნინო, თქვენ მინდა გკითხოთ, აი პოლიტიკური რეპრესიები. თანაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ შემთხვევაში ოიაშვილი არ იქნება ერთადერთი, ვინც შეიძლება თანამდებობებიდან გაათავისუფლონ. ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს. ახლა როგორც არასდროს ალბათ ისე სჭირდება მათ შორის ამ ადამიანებს მხარდაჭერა, ხოლო ეფექტურობისთვის მხარდაჭერა, რომ ეფექტური იყოს, ალბათ ამას სჭირდება ოპოზიციის, არ ვიცი, შეთანხმებული პოზიცია, მარტივად რო ვთქვათ, რაღაცა ერთიანობა, ხომ? ერთიანობას უნდა ასხივებდეს იმისათვის, რომ რაღაცნაირად ძალასაც ასხივებდეს ოპოზიცია. დღევანდელ ვითარებაში, რასაც ვუყურებ და აღარ დავუბრუნდებ იმ საკითხებს, რომელიც მათ შორის აქ განვიხილეთ და ვხედავთ, რომ უამრავი წინააღმდეგობა არსებობს პოლიტიკურ ძალებს შორის, საპირისპიროს ხომ არ ავლეს ოპოზიცია? ვერ ვიტყოდი ამ შემთხვევაში, რომ ჩვენ ვავლენთ საპირისპიროს, იმიტომ რომ ჩვენმა ერთობლივმა საქმიანობამ, მაგალითად, ძალიან კარგ პრეზიდენტთან იმავე ქარტიის ფარგლებში შეთანხმებულად მოქმედება მოიტანა ის საგარეო შედეგები, რაც იცის უკვე საზოგადოებამ და ეს არის სწორედ ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. ასევე ჩვენ ვართ, როგორც იცით, აი კონცენტრირებული იმ ძირითად მიზანზე, რაც არის რეალურად არაღიარების პოლიტიკა, არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან არ თანამშრომლობის პოლიტიკა და აი ამ ჩვენი პრინციპულობით ჩვენც მაგალითი უნდა ვიყოთ იმავე საზოგადოებისთვის, რომელიც ახლა ვნახეთ თავად როგორ პრინციპულობას ავლეს. ამიტომ ჩვენ საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი, ის არასამთავრობო ორგანიზაციები ყველა დღეს საქართველოში რეჟიმის მსხვერპლია, იმიტომ რომ არ დარჩა სფერო, რომელსაც არ მისწვდა რეჟიმი, ხო? იქნებიან ეს თეატრის მოღვაწეები, იქნება ეს სამედიცინო სფერო, პატიმარიც ყავს, ხო, ორი ექიმის სახით, იქნება ეს საჯარო მოხელეები და მათი გათავისუფლება, მაგალითად მერიიდან თუ სხვა სისტემებიდან. ანუ რეალურად რეჟიმი მისწვდა ყველას და მართლაც აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ამ შემთხვევაში ორი რამ არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის ჩვენი პრინციპულობა, როგორც პოლიტიკოსებისა, ისე საზოგადოების და რა თქმა უნდა ურთიერთ სოლიდარობა. ჩვენ გვაქვს ერთი საერთო მიზანი და ეს მიზანი უფრო მეტია ვიდრე არალეგიტიმური ხელისუფლების არაღიარება. ეს მიზანი არის ჩვენი ქვეყანა იყოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. მე პირადად და ჩემს ირგვლივ ბევრი თანამებრძოლი ამ მიზნისთვის ვიბრძით და დანარჩენი ეს უკვე არის ის პოლიტიკური ნაწილი, რომელიც მნიშვნელოვანია ამ საკითხში. მესმის, ანუ თქვენ გქონდათ იდეა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრისა, არ გამოვიდა ასეთი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის თუ სახალხო პარლამენტის ჩამოყალიბება, სამაგიეროდ შეიქმნა სალომე ზურაბიშვილთან ერთად წინააღმდეგობის პლატფორმა. თუმცა აი ამ მოცემულობიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს, მათ შორის არის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ის განსხვავებული ხასიათი, რომელიც გამოავლინა გახარიამ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობით. ზოგადად ეჭქვეშ ხომ არ აყენებს აი ამ წინააღმდეგობის პლატფორმის პერსპექტივას და საერთოდაც მოლოდინები არსებობდა, მათ შორის ნიკა მელიამ რამდენჯერმე გუშინ გააჟღერა, რომ ელოდებიან ეს პოლიტიკური პარტიები სალომე ზურაბიშვილის პოზიციის დაფიქსირებას გახარიას ქცევასთან დაკავშირებით, ხომ? რასაც ალბათ მოყვება უკვე სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე საუბარი ჯერჯერობით დუმს სალომე ზურაბიშვილი ხომ აგაქვთ რაიმე ინფორმაცია დააფიქსირებს ის ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციას თუ არ დააფიქსირებს? ვერ გეტყვით არ მაქვს ინფორმაცია, მე რაც ვიცი, ეს არის ერთი რამ და ეს არის ჭეშმარიტება, რომ ქვეყანაში არის საპარლამენტო კონსტიტუციური კრიზისი, არის ჩაკეტილი წრე, ამ წრის გარღვევა და კრიზისის აღმოფხვრა შეუძლია მხოლოდ ხალხის ერთადდგომას, პოლიტიკოსების ერთადდგომას, მხოლოდ ერთობას მოაქვს სინერგია, ამ სინერგიას გამოყავს უფრო მეტი
ხალხი ქუჩაში, რადგანაც ისინი ხედავენ იმ პირების ერთად დგომას და იმ პირების თავგადაკლულ შრომას და ბრძოლას, ვისაც პოლიტიკოსები ქვია და ეს ასე უნდა იყოს, ამას ხედავს შემდეგ უკვე ჩვენი პარტნიორები ქვეყნის გარეთ და იმათი მხრიდან მოდის კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო მხარდაჭერა, ამიტომაც ვამბობთ, რომ ერთობას არ აქვს ალტერნატივა. ერთობამ უნდა აჩვენოს ის ძალა და გამოასხივოს ის ძალა, რაც საჭიროა როგორც რიგითი მოქალაქისთვის იმისათვის, რომ ქუჩაში გავიდეს და უფრო მხნეთ იგრძნოს თავი. თორე აი ეს დაქსაქსულობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენი პარტნიორების თვალით, ეს არაფრის მომტანი არ იქნება, პირიქით, ეს კიდევ ერთი დადასტურება იქნება უძლურებისა ოპოზიციისა, რომელსაც არ შეუძლია მთავარი ხაზების გარშემო გაერთიანდეს და ეს მთავარი ხაზი არის უკვე ეროვნული ინტერესი. ამიტომ ყველა სხვა საკითხი გადასადებია გვერდით და აი როდესაც გამოდიან არის იგივე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობა ერთ-ერთი მთავარი ხაზი მაშინ როდესაც არ მონაწილეობის მომხრეებს მიაჩნიათ რომ სწორედ აი ამ პრინციპულმა პოზიციამ ერთობლივმა ბოიკოტმა შესაძლებელია აიძულოს ხელისუფლება რომ გაათავისუფლოს პატიმრები და დანიშნოს ახალი არჩევნები. თაზე დათუნაშოს უთქვამს აგერ მერაბ მეტრევალთან რომ სწორად არ მიგვაჩნია ხაზზე დაფიცება 5 თვის შემდეგ როგორ ვითარება იქნება ქვეყანაში და ვინ რაში მიიღებს მონაწილეობას, ეს არის დამოკიდებული გარემოებებზე. ასე საუბრობდა გახარიათ ვიდრე გუშინ უფრო ახლოს მივიდოდა სათქმელთან. გასაგებია გეტყვი ყველაფერს. მთავარი არის ის, რატომ არ ჯდება მთლიანად 4-ვე კოალიცია ერთად. მაშინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილის მიერ დაინიცირებულ ქართულ ქარტიაზე ხო გაქვს ხელი მოწერილი. ყოველდღიურად იმის ნაცვლად, რომ რაღაც სტატუსები განსხვავებულობის დაფიქსირებით, რა ვიცი, შეიძლება თვით აქტუალიზაციის გამოწერო. ხო, მოდი და დაჯექი იმ საერთო მაგიდასთან და ამ პოლიტიკურ საკითხებზე გინდა დახურულ კარს მიღმა ისაუბრე და შემდეგ უკვე გამოიტანე იმ ხალხისთვის, რომელიც ქუჩაში დგას და ელოდება შენგან პოლიტიკური პროცესის ჩვენებას და ამას ელოდებიან ასევე შენი საერთაშორისო პარტნიორები. სანამ ერთად დგომას, სანამ ერთობას, სანამ პირდაპირ ლაპარაკს, სანამ გახსნილი ტექსტებით ერთ მაგიდასთან ჯდომას არ შეეჩვევა ოპოზიცია, იქამდე ის ხალხი, რომელიც ქუჩაში დგას და გმირები არიან და ოქროს ფონდი დგას ახალგაზრდობის ქუჩაში, რომლებსაც არ უნდა რომ მოტყუებული იყვნენ თუნდაც პოლიტიკოსების მხრიდანაც, იმიტომ რომ ბევრჯერ უნახავთ ასეთი რამ, ხო? ქუჩაში დგომი და მეც ვიყავი ასეთი ახალგაზრდების უფრო ადრეულ წლებში მათ ლიგებში, ხო? აი ახლა რაც ხდება ახალი თეატრის გარშემო, ხომ დგანან ერთად პროფესიული წრეები, ხო დგას ყველა პროფესიული წრე და ყველა ასაკობრივი კატეგორია. ასე უნდა იყოს ერთიანი ოპოზიციაც, როგორც ხდებოდა ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობის დროს, იმიტომ მოიტანა ის დიდი გამარჯვება. ხო და ეს დიდი გამარჯვება თუ უნდა მოვიდეს ოპოზიციას, მით უმეტეს იმ ბარიერ გადალახულ კოალიციებს, რომლებსაც პრეტენზია ჰქონდათ, რომ სახელმწიფო ემართათ კოალიციური ფორმატით, უნდა კეთილი ინებონ, დასხდნენ მაგიდასთან, თუ უნდათ ის კარები დახურონ და ისე ილაპარაკონ და მიღებული გადაწყვეტილები, რაც თანხმედრაში უნდა იყოს ხალხის პოზიციასთან, ეროვნულ ინტერესებთან ქვეყნის, აუცილებლად უნდა იყოს შეჯერებული და გათვლილი ყველანაირი შედეგი, იმიტომ რომ დაისახავ მიზანს, სტრატეგიაც უნდა კონდეს და სამოქმედო გეგმაც. აი ეს არის პოლიტიკოსობა და დანარჩენი ახლა ამის მიღმა რაღაცების გაკეთება, ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია. კარგი, ცოტნე, აი როდესაც ახლა რაღაცა გვერდიდან უყურებ იმ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილის გარშემო, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ რეალურად მეც ვერ ჩამოვყალიბდი ვინ მონაწილეობს ამ ფორმატში და ვინ არ მონაწილეობს. ანუ მის გარშემო ხდება კიდევ ერთხელ რწმუნდები თუ არა შენი გადაწყვეტილების სისწორეში, მე რამდენიც მახსოვს ერთ-ერთი მიზეზი პარტიის დატოვებისა, რომელიც კოალიციაში იყო და სალომე ზურაბიშვილთან აი ამ ფორმატში მონაწილეობისა, მათ შორის აი ეს, არ ვიცი, პოლიტიკური პროცესიც იყო, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ლიდერობით თუ მის გარშემო მიმდინარეობს. აი, როგორ შეაფასებდი, რას დაარქმევდი? ეს პოლიტიკური პროცესი ეხმარება საპროტესტო პროცესს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს თუ პირიქით შესაძლებელია რაღაც მომენტში ნიჰილიზმის გამღვევებელიც იყოს?
ხო, ну, მაინც იმით დავიწყებ, რომ ხარ ახან ესე პარტიიდან წამოდი, არ ნიშნავს, რომ ხა გვერდიდან ესე ჩასაფრებული უყურებ იმას და რაღაც აროგანტიზმით დამყვება, რომ მე ხა პარტიული ვარ და აბა პოლიტიკოსი ვარ აშვებით და რაღაც ზუსტად ის რომ ესმის და ჩემი პასუხისმგებლობაც არის, ისიც არ წამდა იმის ესე მონაწილეად, რომ თქვენ ბლოდ ჩემთვის არ გეკითხათ, რომ ცოტნე როგორც იმ კოალიციის იმ პარტიის ნაწილი, რომელიც არის აქ და აქ და მათ პასუხისმგებლობით რომ სხვა არ დამეძაბა მათ შორის და მეტად თავისუფალი ყოფილიყო მაგისტრის გადადგის ნაბიჯი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცნაირად პასუხისმგებლობას პროცესისადმი არ ვგრძნობ ხარ. რაც შეეხება მოკლედ და მე არ მჯერა რომ რაიმე ტიპის ხერთობა შედგება. არ მჯერა და მომკალი. შეუძლებელი არის არჩევნებზე რამდენი დღე იყოს გასული, იმაზე უფრო მწვავე სიტუაცია უკვე გავლილი გვაქვს ვიდრე ახლა ესე პროცედურად გვახსოვს, ხო? ახალი ის ქონდა ნაგრძნობი ხელისუფლება რა არის, როგორ გვეპყრობოდა და ამის ფონზე იყო დაკიდებული თარგის და ერთი ფურცელი ვერ შეჯერდა იმ დონეზე, რაც ერთით წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, რაღაც სხვა იქნებოდა და არ იქნებოდა იგივე, ხო? ამის მერე პირიქით უფრო დაღმავალ იმაზე, იმიტომ რომ უფრო ნენელა პარტიებს მოუწიათ იმაზე ფიქრი, რომ თუ რაღაც ესე არ გამოდის, მე რითი უნდა ვიყოს სხვისგან განსხვავებული, რატო უნდა ვიჯდეთ ეთერში ეს პარტიების სხვადასხვა სახელით და რაღაცნაირად რაღაცა პროცესი უნდა დაიბადოს. ამის ფონზე ერთი რამე არის დასაფიქრებული. თუ ჩვენ გულით გჯერა რომ ხელახალი არჩევნები მოდის, იმდენად უნდა გვეტყობოდეს რომ იმისთვის მზად ვართ, რომ აღარც კი უნდა გვაწუხებდეს, საერთოდ რა არჩევნების შექმნა ყველგან გადავხედეთ ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ საარჩევნო კამპანია თქვა, აი ეს ემზადება საკრებულოს არჩევნებისთვის რომ შეატყო. მაგას ხო იმაში შეატყობ ადამიანს, რომ საკუთარ ამორჩევლებს აღრიცხვას ახდენს, რაღაცა ვინც ყავს კოორდინატორები, იმასთან ერთად ვინ ყავს, აი მუშაობას იწყებს და იდეაში ხა ეგ მუშაობა ისედაც ისეთ უნდა გუგუნებდეს იმ წვენით თუ ვართ, რომ აღმავალ ტალღაზე ვართ და ხა დავადებინეთ არჩევნებს, რომ მაინც არ უნდა შეიმჩნეოდეს ვინ ვიზე მეტად იმაშობა თუ არა. აი ესეთი გაცხოველებული უკვე საარჩევნო სიტუაციაში უნდა იმყოფებოდი, რაც სამწუხაროდ სამდელში არ არის. მე ზუსტად იმას ვზნობ, რომ საერთოდ ეს დებატი არ მგონია რომ კომოქალაქეს აინტერესებდეს ცვლილების ნაწილში. განასაკრებულოს იქნება, არ იქნებამდე კი არა. საერთოდ ეხლა ამ წამს რა ვშვებით? თუ ბოიკოტში ვართ, ეგეც დამამშვიდა ვარაკაი რა ვშვებით დღეს და ახლა ვაიდა რომ ახალი არჩევნებიც იყოს. ან საკრებულოში რომ მიყოთ გამოწეს რისი მომგები ხარ, ამას ასხიობ, რომ იქ სიტუაციის შესლიცვის იქნები თუ იმისათვის რა თქო რა გადარჩება. საერთოდ გადარჩენისთვის პროცესში დიდად მოქალაქე არ წამოყვება, არც მეც ბოიკოტში იმიტომ ვარ რომ მხოლოდ ეს გამომარჩევს სხვისგან და არც მე იმიტომ ვარ ჩართული არჩევნებში, რომ ეს გამომარჩევს სხვისგან. თავი ბოლო თქვა თუ რჩებით, მაშინ ბოლომდე უნდა გვეტყობოდეს, რომ ქუჩისთვის ვარ იმდენად მზად, რომ თელი ენერგია, ყველა რესურსები, აი ამ მხრივ იდება ყველა დღე. რო თქვა, უფრო მეტად სახიობები კი არ ჩანდრენ ამ ნაწილში, თქვა დოის განთავისუფლება, ყველაზე მეტი პოლიტიკური ამბავი, ხო, იმიტომ არის, თქვა მისთან უფრო იხატებოდა, რომ კონკრეტული აქტივობები, არამედ თქვა პოლიტიკური სპექტრის ამაც ბადებს. სალომე ზურაბიშვილის მიერ მოწოდებული ეს კონცეფცია, მაგის პასუხი არ არის, ვერც იქნება, არც ის გონია რაიმე ტიპის მნიშვნელოვანი ერთობა იყოს, მithumeteსაც გახარიაც არის ამ ამბავში, რომელიც როგორ არ მეგონია, იცი მისი თვითონ შინაარსი მახასიათებელი გახარიას ის სწორედ იმაში მგონია, რომ განსხვავდებოდეს სხვა ოპოზიციისგან. სულ ამას ვამხობ, რა ხო შევიკრიბოთ შორტებით, ის მოვა ბრიჯებით. იმიტომ რომ განსხვავდებოდეს, არ ჩარვალი არ ეცვას, არ შორტი იმას უნდა ეცვას ბრიჯი. მის ფასს საკუთარ შეგრე ხედავს, რომ ხმას ამიტომ უნდა იღებდეს. ჩვენც უნდა მივეჩვიოთ, რომ მისი ხმა შეიძლება ამის პროდუქტია, რომ გახარიას თუ ამ მაგიდაზე ჩვენთან ერთად. იჯდა შეიძლება ვიღაცას გვახარი აღარ მოეწონოს და მიუბრუნდეს ქოც მაგალითად და ეგეთ იმას დროს შეიძლება უკვე იმ ეტაპზე გადავიდეთ, რომ ჩემი პარტია, ჩემი კოალიცია რატო განსხვავდება სხვისგან და მე ჩემი სეგმენტზე ვიმუშაოთ და მე იქ ერთმანეთი გავაძლიეროთ, მას შემდეგ რაც მივალთ იმ დონემდე, რომ რაღაცა დავლაგდეთ ქოცების წინააღმდეგ, მაგრამ დღეს ეს ამორფული სიტუაცია ყველაზე ცუდი, იმიტომ რომ პარტიებიც უსტებიან, იმიტომ რომ ერთმანეთის მუდმივი გათვალისწინება, მუდმივი თომ ერთად რამეს ვაკეთებთ, არ დავაზაროთ და თან ეს ერთობაც რო არ არის, თან ვიცით რომ არის, მაგრამ ხამის ლაპარაკის ჯერ არ გვინდა. აი ესეთი ამორფული სიტუაცია აფუჭებს ყველაფერს. ჯამში რომელიცაც არ უნდა არჩიოთ, მე ეგეც გასულ ამას ვამბობ, რომ გონია რომ მანქანას უყურებ, რომელთაც არის მსჯელობა, რომ ამ გზით წავა, ინსტიტუციური გზით თუ რაღაცა რევოლუციური გზით და მე ვხედავ რომ ბაკიდან აპარებს ბენზინი. შესაბამისად ასე წავა, თუ ისე ბოლომდე ვერ მიაღწევს. რაღაც არის აქ შესაძლებელი და ამოსაკვი. ნინო, შეიძლება მივიღოთ ისეთი მოცემულობა, რომ რაღაცა, არ ვიცი, ეტაპის შემდეგ, როდესაც ყველა გონივრული ვადა, შესაძლო შეთანხმებისა ამოიწურება და
დღემდე ვერ მივიღე, ასე ვთქვათ, გადაჭრით პასუხი თქვენი კოალიცია წინააღმდეგობის პლატფორმაში მონაწილეობს თუ არ მონაწილეობს, თუ მონაწილეობს რა ფორმით მონაწილეობს, ანუ ნაწილობრივ მონაწილეობს და ნაწილობრივ არ მონაწილეობს და შეიძლება თუ არა მივიღოთ ისეთი სურათი, როდესაც ყველა თავისი გზით წავა რა, ვიღაცა ადგილობრივი არჩევნებისთვის სამზადის დაიწყებს, ვიღაცა როგორც გახარიამ თქვა, ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებს იმისათვის, რომ საკუთარი მანდატები აღადგინოს პარლამენტში და ალბათ იმისთვის ჭირდება თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში ჩაერთოს, ვიღაცა საკუთარი, ასე ვთქვათ, სიტყვის ერთგული დარჩება, რომ არც საგამოძიებო კომისიაში მიიღებს მონაწილეობას, არც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში და მოკლედ დარჩება აი ამ, არ ვიცი, პოლიტიკურ პროცესში, მაგრამ რაღაცა მოვლენების მიღმა. დავიწყოთ გახარიათი, რადგან რაღაც ბოლო ეს იყო. ნახეთ, გახარია დღესაც არის მოქმედი პარლამენტის წევრი. ანუ მათ აქვთ მანდატები. ამავდროულად ისინი ამბობენ, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური, მაგრამ ამ მანდატებს ამ ეტაპზე ინარჩუნებენ. ამიტომ რაღაც მოლოდინები მით უფრო წინ გვაქვს ის, როცა მათ დადებული რაღაც სიტყვა დაარღვიეს და ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ იმ კომისიაზე და ეს არაღიარების ნაწილში რეალურად იყო დამაზიანებელი. ამავდროულად გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ რაც თქვენ ბრძანეთ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი დღის წესრიგიც უნდა ჰქონდეთ, მით უფრო, როდესაც ჩვენ საუბრობთ საერთო პროცესის გაძლიერებაზე, იმიტომ რომ ეს დღის წესრიგი ყოველთვის ორიენტირებულია ძლიერი ოპოზიციური ველის შექმნაზე და არადასუსტებაზე, ხო? ამიტომ ჩვენ წარმოდგენილი უნდა ვიყოთ ისე ამ ბრძოლაში, რა ეტაპიც არ უნდა იყოს ეს გარე აქციების იქნება თუ დაუშვათ უცხოეთში ვიზიტები თუ რაც არ უნდა იყოს, რომ ჩვენგან ვასხივებდეთ ძირითადს. ეს არის ჩვენი პრინციპებისადმი ერთგულება. მე ჩვენი დღევანდელი გადაცემის დასაწყისში ვთქვი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ნდობა, რომელიც ჩვენ მიმართ აქვს გამოცხადებული მოქალაქეს, ხო? ნებისმიერ ჩვენ სხვა პარტიებს წარმოვადგენთ, ხო, ოპოზიციურ ერთობაში. ოპოზიციურ პარტიებს შორის არის ერთმანეთის უნდობლობა, ესე ვთქვათ. და ყველაზე მნიშვნელოვანი თუ ამომრჩეველს ჩვენ დამინდობა ამავდროულად პოლიტიკურ პარტიებს ამ ბრძოლაში უნდა გქონდეთ ერთმანეთისადმი ნდობა და სწორედ ამიტომ ამ ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვანი არის არაღიარების, არ თანამშრომლობის ნაწილში სწორედ რომ დიახ პოზიცია ამ ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით და ჩვენ ყველა იმ ფორმატში ვიქნებით მონაწილე, სადაც ერთობას არ ექნება მხოლოდ ფასადური ხასიათი და სადაც კონკრეტული მიზნისთვის იქნება ჩვენი მონაწილეობა ეს ფორმატი არ არის ასეთი მახასიათებლების მქონე? ჩვენ ესე გათიშულად თავს არ გვძნობთ ამ ფორმატიდან, იმიტომ რომ ყველა იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში, სადაც ჩვენი საჭიროება იქნება და რომელიც მოემსახურება ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ჩართული. კი ბატონო, ლანა, თქვენგანაც მაინტერესებს, აი, რა ვიცი, რა პერსპექტივას ხედავთ ზოგადად აი ამ წინააღმდეგობის პლატფორმის არსებობაში? იმიტომ რომ ჯერჯერობით ხო რაც მე ზოგადად არ მიყვარს სხვა პარტიების პოლიტიკურ დღის წესრიგზე საუბარი და ყოველთვის ვარ კონცენტრირებული ჩემი პარტიის, ჩემი კოალიციის მიმართულებით. რა გააკეთა ლელომ და რა პირობა არ დაარღვია. არ დაარღვია პირობა და ხელმომწერია ქართული ქარტიის, გაგზავნილი არის ჩვენი ხედვები რეფორმების მიმართულებით, ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ამ რეფორმებს გავატარებთ. ჩვენ ვართ ასევე წევრი შექმნილი არჩევნების მიმართულებით ჯგუფის, სადაც არიან ასევე სხვა კოალიციები, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საექსპერტო საზოგადოება. ჩვენ გვაქვს ძალიან ეფექტური საგარეო კომუნიკაცია და ამ გუნდშიც ვართ ძალიან ეფექტურად წარმოდგენილები. თქვენ რჩებით სალომე ზურაბიშვილთან. ჩვენ ყველგან ვიქნებით, სადაც მიგვაჩნია, რომ ვართ ერთობის ნაწილი, მიგვაჩნია, რომ ეს ერთობა წაადგება საერთო პოლიტიკურ პროცესს, ამიტომ აქტიურად ვართ ჩართული ყველა
ფორმატში. დღეს ახლა ჩემი კოალიციის წევრები დგანან თეატრის წინ, ჩვენი კოალიციის წევრები დგანან პარლამენტის წინ, ჩვენი კოალიციის წევრები არიან საზღვარგარეთ, ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობები არიან გორში, სამეგრელოში, ზუგდიდში ყოველდღიურად აქციებზე და აქედან რო გავალ მეც უნდა წავიდე ან თეატრთან, ან უნდა წავიდე რუსთაველზე. ხვალ რომ გათენდება დილა უკვე დავირაზმებით სხვა მიმართულებით ღონისძიებისკენ. ეს არის პოლიტიკური პროცესი, ეს არის სინერგიის მომტანი, ეს არის ერთადგომის მომტანი და ეს არის ერთობის ჩვენების. ამიტომ იმ პროცესში, რომელიც მიდის სალომე ზურაბიშვილის გარშემო, ჩვენ ვართ და ვიქნებით ყველა სხვა ალტერნატივაში, თუ ამ ალტერნატივებს სხვა კოალიციის წარმომადგენლები დაგვანახებენ. მოიტანონ ერთობის სხვა გეგმა და რა თქმა უნდა ვიქნებით იმ ყველა ერთობის ნაწილი, რომლის მიზანიც იქნება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩატარება. ფაქტია, რომ უწყვეტი პროტესტის მე-7 თვე დაიწყო და ოპოზიცია ისევ საუბრობს ერთიან გეგმაზე, რომელიც არ აქვს. არ აქვს. ფაქტია ასეთია. კი, რა თქმა უნდა. ძალიან ნერვი შეიძლება ხოლმე ქართულ ოცნების ძალიან დებილურ და პრიმიტიულ პროპაგანდაზე ხოლმე, რომელიც ძალიან მარტივად შესამჩნევია. ეხლა ერთმა დეპუტატმა რო განაცხადა, რომ პოლიტიკური ჯანი არ გქონდაო და ამით საკუთარ ამორჩევას ბოდიში მოუხადა, რომ მაგიტომ მოგვიწია, რომ პრემიერ-მინისტრიო დაგვენიშნაო უცხო ქვეყნის გავლენით. წარმოიდგინეთ მეგობრებო, ეხლა ქოცი ვინც ხარ, თუ გაჯერეთ შენი ხელისუფალი დღეს, რომ მისი მმართველობის განმავლობაში 90% რაც იმართებლა, იმ დროს უცხო ქვეყნის გავლენებით თვითონ იმართება, იმიტომ რომ პოლიტიკური ჯანი არ ქონია და ეს არის ინდულგენცია. შესაბამისად ეხლა ვისაც კომისიაზე იბარეს, ყველა კომისიაზე მისულმა ადამიანმა, რასაც არ უნდა აბრალებდეს, თქვა და ომის დაიწყე შენ უცხოეთის გამო და რო თქვას, რომ იცი რა, პოლიტიკური ჯანი არ გქონდა და აბა რა მექნა. ყველა ოპოზიციონერმა ეს პასუხი გასცეს ყველაფერზე. ქართლოსებასთან მართალი არ გამოვა, იმიტომ რომ რა არის იმაზე დიდი სამარცხინო ქმედება, რომ შენი ქვეყნის სუვერენიტეტი დათმო, ვიღაც ხრის გამო პრემიერი დანიშნო, მე ხლა ამ პრემიერს ამას ეჭუბებით, გვაყურებინეთ. გახარიასთან მიმართებაში, რასაც ქოცები აკეთებენ და თან ესე ამაყათა მომდი, რომ ხო პოლიტიკური ჯანი არ მქონია, სულ რაღაც 3 წელი ეს ჯანი მომეცა, თორემ მართლობის 10 წელი რაც მართე, სხვით მართალი და ჯანი არ მქონიოდა. მაშინ ვიღაც რაღაც ემართლები, ხო, რომელი ან სააკაშვილის ნაბიჯს, ან რომელი ოპოზიცია ვინც რამე ყოფილა, ყველას ხო მართლა შეუძლია თქვას, რომ ჯანი მაშინ ჩვენ რო არ ქონია, ეგრე უნდა, რომ უფრო პატარა ეკონომიკა იყო, თქვა, უფრო პატარა ბიუჯეტი იყო და რაღაც, ხო, და აქედან გამომდინარე, აი ესეთ მარტივ რაღაცებზე საუბრობ, რომ თურმე ხალხი მზად იყო, რომ თუ იმაზე ცალფეხზე მეტი დგომა რა არის, ხო, პრემიერ-მინისტრს ნიშნავს სხვა ქვეყნის გამო. როგორც ეგ არის, ხო? მაგას იყო ხალხი მზად, იმიტომ რომ ჯანი არ ქონიაო და ეგეთი მოჯანიანებული გონიანი ეხლა რომ რაღაც სხვა ქვეყნის გავლენა შეიძლება არ ერთოვდეს, რომ რუსეთთან მიმართებაში მაგარ ჯანზე არიან და თავს არ ამართინებენ. აი, ეგეთი მარტივ ლოგიკების არ მიხვედრა თუ რაღაცა რო გავატაროთ ხოლმე, რაც ნერვებს მისვლის. კეთილი. მადლობა სტუმრებს, ლანე გალდავა, ნინო კვიტაიშვილი, ცოტნე კობერიძე იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. სულ ეს იყო ამ დროისთვის გადაცემა 360 გრადუსი ეთერში დაგიბრუნდებათ უკვე აღდგომების შემდეგ, ანუ პრინციპში ბოლო ეთერია აღდგომის დღესასწაულებამდე. მე ხვალად შემოგიერთებით პარიტრენიუსის ეთერში ზუსტად 13 საათზე გადაცემაში საქმე.